იმ დროისთვის, როცა ამ ვიდეოს ყურებას დაასრულებთ, უკრაინა კიდევ 60 რუსულ ობიექტს დაარტყამს თავისი დრონებით. თუ ოდესმე გეპარებოდათ HV-იმ უზარმაზარო სტატობაში, რომელსაც უკრაინა დრონების ომში ავლენს, ხოლოდ ეს სტატისტიკა საკმარისი უნდა იყოს, რომ ეს ეჭვები გაქრეს. უკრაინა ისეთ მასშტაბურ დარტყმებს ახორციელებს, რომ ცა ფაქტობრივად დაბნელებულია. ძეც აღარ ანათებს პუტინის მრავალი მარიონეტისთვის ფრონტის ხაზზე და მის მიღმა და ბოლო 6 თვე რუსეთის სამხედროებისთვის ყველაზე ბნელი დღეებია. ისაც უკრაინამ ამ პერიოდში გააკეთა, ისტორიაში შევა. დრონებით ომსტატებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეს, რაც აჩვენებს, რამდენად უსწრებენ ისინი რუს მტრებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი 22 ივნისის ტელეგრამის პოსტში მთავარ ციფრს გვაწვდის. ფედოროვის განცხადებით, წლის დასაწყისიდან უპილოტო სისტემების დანაყოფებმა 800,000-ზე მეტ დადასტურებულ მტრის სამიზნეს დაარტყეს. ეს წარმოუდგენელი რიცხვია და გახსოვდეთ, ეს ყველაფერი დადასტურებულია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს თითოეული დარტყმული სამიზნის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც სავარაუდოდ ატვირთულია დელთა სისტემაში. 800,000 სამიზნე არ ნიშნავს 800,000 დრონს. მრავალი მათგანი დაზიანდა რამდენიმე დრონით, რაც ნიშნავს, რომ უკრაინამ სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, რათა რუსი სამხედრო სტრატეგებისთვის სრული კატასტროფა შეექმნა. და ეს იდეალური სიტუაცია იმის აღსაწერად, რაც რუსეთს ემართება, რადგან კიდევ უფრო მეტი რიცხვია. საერთო ჯამში ფედოროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის დრონების დარტყმებმა 2026 წლის დასაწყისიდან მოკლა ან დაჭრა 100,000 რუსი ოკუპანტი, რაც კიდევ ერთი უზარმაზარი რიცხვია. ეს საშუალოდ დაახლოებით 27,823 რუსი მსხვერპლია თვეში, რომელიც უკრაინულმა დრონებმა გამოიწვია. და არ დაგავიწყდეთ, რომ ივნისის კიდევ ერთი ნაწილი წინ არის. ფედოროვის განცხადებიდან 8 დღეა დარჩენილი, ასე რომ ეს საშუალო ალბათ კიდევ გაიზრდება. United 24 მედიის 22 ივნისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ყოველდღიური ჯარისკაცების დანაკარგი უკვე 1 თვეა 1000-ზე მეტია, რაც პირველად ხდება 2025 წლის მარტის შემდეგ. ანგარიშში მოყვანილია ციფრები, რომ ივნისის თითქმის ყველა დღეს რუსეთმა დაკარგა 1130-დან 1550-მდე ჯარისკაცი, ხოლო მხოლოდ 3 დღე იყო, როცა დანაკარგი ოდნავ 1100-ს გადააჭარბა. აქ შეგვიძლია ცოტა მათემატიკა გამოვიყენოთ და რამდენიმე წუთში კიდევ მოგვიწევს, ასე რომ დაიმახსოვრეთ ეს. თუ ავიღებთ იმ დიაპაზონის შუა მაჩვენებელს, რომელსაც United 24 მედია ასახელებს, მივიღებთ ძალიან უხეშ საშუალო მაჩვენებელს. ივნისში დღეში დაახლოებით 1340 რუსი ჯარისკაცი. ფედოროვი ამბობს, რომ ახლა დრონები მტრის დარტყმების 80%-ზე მეტ შეადგენს, ასე რომ იგივე ვივარაუდოთ დანაკარგებზეც. ეს გვაძლევს დღიური საშუალო მაჩვენებელს 1206. გაამრავლეთ ეს 8-ზე და მიიღებთ კიდევ 9648 დანაკარგს, რომელიც დრონების მიერ ივნისის ბოლომდე იყო გამოწვეული. ჩვენ ახლა ხანო ახსენეთ, რომ თვიური საშუალო, რომელიც ადრე გამოვთვალეთ, გაიზრდება. დაამატეთ ეს 9648 დანაკარგი იმ 167,000 მოკლულ ან დაჭრილს, რომელსაც ფედოროვი ამტკიცებს, და მიიღებთ 166,648-ს. გავყავით ეს რიცხვი 2026 წლის პირველი ნახევრის 6 თვეზე და მიიღებთ ახალ თვიურ საშუალოს 29451. ეს პუტინისთვის ძალიან უახლოვდება თვეში 30,000 დანაკარგს. და ეს ყველაფერი დრონების გამო მოხდა. რაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის უკრაინის დრონებზე დაფუძნებული სტრატეგიის თანმიმდევრული ესკალაციის შედეგი. და ამ დროისთვის 2026 წლის მაისი იყო რეკორდული თვე, რომელიც ამ დაუძლეველი დრონების ოპერატორების არმიამ დააფიქსირა. 11 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სივსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დრონებმა დაარტყეს თითქმის 180,000 სამხედრო ობიექტს, რაც აპრილში დაზიანებულ ობიექტებთან შედარებით 12.7%-იანი ზრდაა. მთელი თვე ერთი დამატებითი დღეც კი ვერ ახსნის ასეთ მნიშვნელოვან ზრდას. ეს არის უკრაინა, რომელიც ყოველ თვეში უფრო და უფრო ზრდის უპირატესობას დრონების გამოყენებაში. გარდაცვლილების გარდა ის თანხა, რასაც ეს რუსეთს უჯდება, ასევე სიგიჟეა. მოდით უბრალოდ ივნისის 1 დღე ავიღოთ ამის საჩვენებლად. 9 ივნისს United 24 მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დარტყმებმა ბოლო 24 საათში რუსეთს სავარაუდოდ 321 მილიონი დოლარის ტექნიკა დაუჯდა. ამ დანაკარგებში შედიოდა 65 საარტილერიო სისტემა, 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 4 ტანკი, 5 ჯავშან მანქანა და 4 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. ჩვენ არ ვაპირებთ ვივარაუდოთ, რომ უკრაინა ყოველდღე ასეთ ფინანსურ ზიანს აყენებს რუსეთს, მაგრამ მხოლოდ ამ ერთი დრითაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთი ყოველ თვე რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკას კარგავს უკრაინაში, რაც შეიძლება უფრო მეტად ატკინოს გულგრილ კალაშნიკოვ პუტინს, ვიდრე დანაკარგების რაოდენობა. საბოლოო ჯამში პუტინს ხალხი არ აინტერესებს. მაგრამ თუ რუსულ არმიას ჯიბეზე დაარტყა, ფსიქოპათი უცებ იწყებს ყურადღების მიქცევას. ვიდეოს დასაწყისში ერთი განცხადება გავაკეთეთ. გითხარით, რომ სანამ ყურებას დაასრულებთ, უკრაინა კიდევ 60 რუსულ სამიზნეს გაანადგურებს. მონაცემები ამტკიცებს ამას. მოდით გავიგოთ.
ფიოდოროვმა 2026 წელს 800.000 სამიზნის შესახებ თავისი განცხადება 22 ივნისს გააკეთა. ასე რომ თუ მხოლოდ ამ დროის ჩათვლით ივნისამდე მივიღებთ, სულ 173 დღე გამოდის. 800.000 სამიზნეს თუ გავყოფთ 173-ზე, მივიღებთ საშუალოდ დაახლოებით 4624 სამიზნე ყოველდღიურად. ეს გამოდის 192 საათში, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 15 წუთში ოდნავ მეტი ვიდრე 48 დარტყმა ხდება. ჩვენი ვიდეოები ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით 16-დან 18 წუთამდე. ასე რომ შეიძლება ოდნავ ზედმეტად შევაფასეთ, მაგრამ არა ძალიან. 17 წუთიანი ვიდეოსთვის თქვენ ხედავთ 47.6 რუსულ სამიზნეს, რაც წუთში დაახლოებით 3.28 შეადგენს. ჩვენ ძლივ შეგვიძლია გავიაზროთ, რამდენი დრონია საჭირო ასეთი რაღაცის გასაკეთებლად. და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ძლიერ ეხოთნობა უკრაინა დრონებზე დაფუძნებულ სტრატეგიას. რუსეთს ამ ყველაფერზე პასუხი არ აქვს. კარგი, ახლა საკმარისია ციფრებზე საუბარი. თავბრუ გვეხმაროთ. მოდით ვნახოთ, რა სურთყამს უკრაინა. პუტინისთვის პრობლემა მხოლოდ დანაკარგები არ არის. ცოცხალი ძალის დაკარგვა რუსეთს ფრონტზე ასუსტებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ამ ყველაფრის მთავარი პრობლემა ისაა, რომ უკრაინა დრონებით სამხედრო დანიშნულების ყველა შესაძლო ობიექტს ურთყამს. ფიოდოროვი ძირითად მიმართულებებს ასახელებს. ცოცხალი ძალის გარდა უკრაინის დრონები ურთყამს არტილერიას, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს, საჰაერო თავდაცვას, ტექნიკას, სავდლობის პუნქტებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, ელექტრონული ბრძოლის სადგურებს და რუსული სახმელეთო რობოტული პლატფორმებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერს. და ეს არც კი მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწყობები, ან ისეთებს, როგორიცაა მომარაგების გადამზიდი ბორანები, რომლებიც უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ხარკოვის პორტში, სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ფიოდოროვი თავის გასაოცარ რიცხვს გამოაცხადებდა. ჩვენ ფიოდოროვის თქმას კი არ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ, ეს არის ის ტიპის ობიექტები, რომლებზეც დარტყმები ხდება. ამას ყოველდღიურ ხედავთ. 23 ივნისს UN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ წინა 24 საათის განმავლობაში 626 ერთეული ტექნიკა და საწვავის ცისტერნა გაანადგურა. ეს ერთდრიანი რეკორდია და ამას წინ უძღვოდა ის, რომ უკრაინა მაისსა და ივნისში რამდენჯერმე დაამყარა და შემდეგ გააუმჯობესა ეს რეკორდი. ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა, რომელიც ყირიმის იზოლირებას ისახავს მიზნად, დიდ შედეგებს იძლევა და ამას ყოველდღიურად ასობით დამწვარი ტექნიკის ნამსხვრევებში ვხედავთ. უკრაინის დრონები ახლა ფრონტის ხაზის უკან დაახლოებით 300 კილომეტრამდე მანძილზე მთლიანად ფარავს შუა ზონას, რაც სწორედ ასეთ თავდასხმებს ტექნიკაზე შესაძლებელს ხდის, ისევე როგორც სხვა ტიპის სამიზნეებზე, რომელთაც ფიოდოროვი ახსენებს. საფრთხის ქვეშ ახლა მხოლოდ ფრონტზე მყოფი რუსული ცოცხალი ძალა და ტექნიკა აღარ არის. უკრაინის დარტყმების რაოდენობა ასე დრამატულად იზრდება, რადგან 2026 წელმა ახალი თაობის დრონების ეპოქა მოიტანა, რაც ნიშნავს, რომ რუსების ახლო ზურგში აღარაფერი არის უსაფრთხო. ეს შუა დონის დარტყმების კამპანია იმდენად საზიანოა რუსეთისთვის, რომ საწვავის დეფიციტს იწვევს და კრემლს აიძულებს საწვავის იმპორტის განხილვას. ეს არ უნდა ხდებოდეს. რუსეთი ჩვეულებრივ საკმარისზე მეტ საწვავს აწარმოებს, რომ საკუთარი ქვეყნის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და მილიარდები გამოიმუშაოს გაყიდვებიდან. შორ მანძილზე უკრაინის დარტყმები სულ უფრო ინტენსიური ხდება, რაც ემატება ფრონტზე მყოფი დრონების შეტევებს და შუა დონის მასობრივ დარტყმებს. Washington Post იუწყება, რომ უკრაინამ მარტში საკუთარი რეკორდი მოხსნა ღრმა დარტყმის დროს დრონების თვიური გაშვებების რაოდენობით და რუსეთში 7000-ზე მეტი უპილოტო აპარატი გაგზავნა. მას შემდეგ უკრაინას ტემპი არ დაუგდია. ის რუსეთს აჯობებს მასიური შორ მანძილზე დრონების დარტყმებით, რომლებიც რუსეთის გულამდეც კი აღწევენ. მოსკოვის საფრთხის ქვეშაა. 18 ივნისის თავდასხმაში, რომელმაც რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი მოიცვა, მათ შორის რუსეთის დედაქალაქიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სულ რაღაც 24 საათში 982 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ასეთი მასშტაბი ომის ყველა ასპექტში სწორედ ის მიზეზია, რის გამოც უკრაინამ სულ რაღაც 6 თვეში 800.000 სამიზნე დააზიანა. დრონები უბრალოდ განუწყვეტლივ მოდიან. ისინი ცას ფარავენ, აეროდაცვას აბნევენ და რუსეთს შეუძლებელს ხდიან, რომ ყველა მათგანი შეაჩეროს. აქ ხედავთ უკრაინის დრონების უპირატესობას და მიზეზს, რატომაც ქვეყნის მიერ დარტყმული სამიზნეების 80%-ზე მეტი დრონებით ნადგურდება. მაგრამ მთავარი კითხვა ახლა ისაა, შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი შენარჩუნდეს? მარტივი პასუხია: კი. მაგრამ შეგვიძლია ერთ სიტყვიან პასუხზე ბევრად ღრმად წავიდეთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთეთ, კიდევ ბევრია სათქმელი. თუ მოგწონთ The Military Show, გამოიწერეთ არხი და შემდეგ დაუბრუნდით ვიდეოს. როდესაც საქმე ეხება უზრუნველყოფას, ამ თემას ორი კუთხით შეგვიძლია მიუდგეთ. უპირველეს ყოვლისა, დრონების რაოდენობის შენარჩუნება და იმ სამიზნეების რაოდენობის დარტყმის გაგრძელება, რასაც ფედოროვი ასახელებს, თუ არა ამ რიცხვის გაზრდა. ორედან მეორეზე დავიწყებთ. უკრაინას აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს თავისი შედეგები რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში არსებობს E-Points-ის სისტემა. ფედოროვი თავადაც განსაკუთრებულად აღნიშნავს ამას და მიუთითებს, რომ უკრაინის დრონების ოპერატორები ამ სისტემის მეშვეობით იღებენ E-Points, რომელსაც Brave One Market-ის პლატფორმაზე შეუძლიათ გაცვალონ დამატებით დრონებში, აღჭურვილობაში, სათადარიგო ნაწილებსა და თუნდაც ცეცხლსასროლ იარაღში. ეს სისტემა მოიცავს ლიდერბორდებს ამ სტიმულებთან ერთად, რაც გარკვეულწილად თამაშად აქცევს უკრაინის მთელ პროცესს დრონების გამოყენებით რუსეთის დასაზიანებლად.
ამაზე მეტიც ეს აჩვენებს უკრაინას, რომელი მისი დანაყოფი იყენებს დრონებს ყველაზე ეფექტურად და რაც მთავარია, რომელი ტიპის დრონებში უნდა განხორციელდეს ინვესტიცია. ფედოროვი ამას აღნიშნავს და ამბობს: E-point სისტემის წყალობით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომელი ტექნოლოგიები და დანაყოფები იძლევა საუკეთესო შედეგებს და სწრაფად გავავრცელოთ ეს გადაწყვეტილებები მთელ სამხედრო ძალაში. თავდაცვის ლიდერების თქმით, უკრაინის დრონების დანაყოფების თითქმის 85% უკვე ჩართულია ამ პროგრამაში და ერთმანეთს ეჯიბრება, რომ რუსულ სამიზნეებზე ყველაზე მეტი დართვა მიატენოს. და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არგუმენტები თითქოს ომის ვიდეო თამაშის ქულების რეჟიმად გადაქცევა, შემაშფოთებელია მისი დეჰუმანიზაციის თვალსაზრისით. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა შედეგებს აღწევს. უფრო მეტი სამიზნე ზიანდება, ვიდრე ოდესმე. უკრაინა უფრო ღრმად სწავლობს, რომელი დრონები მუშაობს და რომელი არა. და ის უკვე ახერხებს ამ პლატფორმის გამოყენებას იმისთვის, რომ ქვედანაყოფები იმ ტიპის დრონების გამოყენებისკენ წაახალისოს, რომლებიც მათ საქმიანობაში ყველაზე ეფექტურია. ეს არის წახალისება მკაფიო მიზნით და შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა. ახლა როცა სისტემა უკვე დანერგილია, უკრაინა მას არ გადაუხორს. პირიქით, ის კიდევ უფრო მეტად დაეხრნობა იმას, რასაც აკეთებს. ამას ხედავთ ლოგისტიკის ბლოკირების პროგრამის მაგალითზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსება გადანაწილდება E-point-ის სისტემის მეშვეობით, ხოლო მიმღები იქნება ის ჯგუფები, რომლებიც სპეციალიზდებიან დარტყმებში, რომლებიც აზიანებს რუსეთის ლოგისტიკას. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უკრაინა ამბობს: თქვენ კარგად აკეთებთ ამას, ამიტომ აი კიდევ მეტი ფული, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ. ეს ძალიან ეფექტური მიდგომაა. უზრუნველყოს, რომ ჯარისკაცებმა გამოიყენონ თავიანთი ძლიერი მხარეები და მიაღწიონ მაქსიმალურ ეფექტურობას ბრძოლის ველზე. ეს ეფექტურობა კიდევ უფრო იზრდება რუსეთის პრობლემის გამო, რომელიც თავად უკრაინამ შექმნა და ეს ასევე დაეხმარება უკრაინას, რომ შეინარჩუნოს დარტყმების მოცულობა. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ფიოდოროვმა თავის ანგარიში აღნიშნა, რომ უკრაინის დრონები ესხმიან თავს საჰაერო თავდაცვას, მაგრამ დეტალებში არ შესულა. ამიტომ ჩვენ შევეხებით ამ საკითხს. 2025 წლიდან 2026 წლამდე უკრაინა ანადგურებს მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვას რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინა მიცის, რომ რუსეთს უჭირს ახალი სისტემებისა და რადარების წარმოება, ძირითადად სანქციებისა და მიწოდების პრობლემების გამო. ამიტომ ყოველი განადგურებული საჰაერო თავდაცვის სისტემა ქმნის ხვრელებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ. 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტის დასაწყისამდე უკრაინამ განახორციელა 482 დარტყმა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ითხოვინება კიევი ინდეპენდენტი. რაც შეეხება მარტს, UKRI Inform ამბობს, რომ ეს თვე ნამდვილი მასაკრა იყო რუსეთის საჰაერო თავდაცვისთვის, რადგან უკრაინამ მხოლოდ ამ თვეში გაანადგურა 29 საზეიმო სარაკეტო სისტემა და 15 რადარი. ნაბიჯ, უკრაინა ანადგურებს რუსეთის საჰაერო თავდაცვას, რის შედეგადაც საშუალო Defense Block-ი უცხება, რომ დრონები, რომელთა აშენებაც მხოლოდ რამდენიმე $1000 ღირს, ახლა ან უვლიან გვერდს რუსეთის საჰაერო თავდაცვას, ან საერთოდ არ ხვდებიან მას, რის შედეგადაც უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანიებში შეღწევის მაჩვენებელი 20 და 30% აღწევს. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და გვაჩვენებს, რამდენად დასუსტებულია რუსეთის საჰაერო ფარი. ზუსტად ისე, როგორც E-point-ის სისტემა, ეს სტრატეგიაც თავის თავს ამაგრებს. რაც უფრო მეტად წაახალისებს უკრაინა დარტყმებს საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მით მეტი შესაძლებლობა იქნება სხვა სამიზნეების დასარტყმელების დასარტყმელად. თუნდაც რუსეთმა გადაადგილოს საჰაერო თავდაცვის სისტემები იმისთვის, რომ დაფაროს დაუცველი ადგილები, ეს უბრალოდ ნიშნავს სხვა რეგიონების დასუსტებას. როცა უკრაინა ზრდის დარტყმების სიხშირეს, პრობლემა მხოლოდ იზრდება, რაც ქმნის დამანგრეველ ციკლს, რომლისგანაც რუსეთს ვერ გაექცევა. და ბოლოს, რაც შეეხება დარტყმების წარმატების შენარჩუნებას, თავად უკრაინა. მისი სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბრწყინვალე იყო. მიზნების რაოდენობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკრაინამ გააცნობიერა, რამდენად ეფექტურია მისი საშუალო დარტყმები. ეს არის ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამის არქრამის არსი. უკრაინა იტანებს ახალი თაობის დრონებს იმ მიზნების დასართმელად, რომელთა მიმართაც რუსეთს არასდროს ეგონა, რომ დრონები იქნებოდნენ ეფექტური. შესაბამისად, ეს ობიექტები ისე კარგად არ არის დაცული, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც კიდევ უფრო ზრდის უკრაინის წარმატების მაჩვენებელს. რაც ამ სტრატეგიაში ვხედავთ, არის უკრაინის ომის მოულოდნელი შემოbrunება და ამან უკრაინას უზარმაზარი იმპულსი მისცა. უკრაინას ახლა მრავალფენიანი დრონების სტრატეგია აქვს, რომელიც ფრონტის სასიკვდილო ზონებს ფარავს და ეს ზონები სავსეა FPV დრონებით. და სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი იმ მსხვერპლის უმეტესობაზე, რომელიც უკრაინამ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიაღწია. საშუალო დისტანციის დარტყმები, რომლებიც დრონებით ნადგურდება და ღრმა დარტყმები, რომლებსაც უკრაინა იყენებს რუსული საომარი მანქანის შიგნიდან დასამსხვრევად. ყველაფრის გაერთიანებით ფრონტზე რუსული შეტევები სუსტდება, რადგან უკანა ხაზიდან ფრონტის ჯარების კოორდინაცია და უზრუნველყოფა შეუძლებელია. როდესაც რუსეთი სუსტდება, უკრაინაზე ზეწოლა მცირდება, რაც მეტ დროსა და შესაძლებლობას ქმნის დრონების დარტყმებისთვის. ისევ და ისევ ეს ციკლია. რაც უფრო ხშირად ურტყამენ რუსეთს, მით უფრო მარტივია ხელახლა დარტყმა. ამ ეტაპზე რუსეთის სამხედრო ძალა მთხრალ მოკრივეს გავს, რომელიც დარტყმიდან დარტყმამდე ბარბაცებს და ხელების აწევას კი არ შეუძლია. ამიტომ უკრაინა აუცილებლად შეძლებს შეინარჩუნოს და გაზარდოს იმ სამიზნეების რაოდენობა, რომლებსაც 2026 წლის პირველ ნახევარში დაატყა თავისი სტრატეგიისა და ამ ახალი საჰაერო ომის ფორმის მიმართ მიდგომის თვალსაზრისით.
თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოცულობის შეების შენარჩუნებაზე. შეუძლია თუ არა უკრაინას ამის გაკეთება. თუ 2026 წელს ნანახი რამე მიგვანიშნებს, პასუხი ცალსახად დადებითია და მეტიც. 16 ივნისის ანგარიშში ლიგამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7-თა ჯგუფის სამიტის კულისებიდან განაცხადა, რომ უკრაინა 2026 წლის ბოლომდე 10 მილიონი დრონის აშენებას გეგმავს. ეს უზარმაზარი წინსვლა უკვე შთამბეჭდა 4 მილიონ დრონთან შედარებით, რომელიც უკრაინამ 2025 წელს ააგო, რაც თავის მხრივ 40-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ում იმავე წელს აწარმოა, იტყობინება ლიგა. უკრაინის დრონებისა და რობოტიკის სექტორებში ახლა უკვე 500 კომპანია ოპერირებს, ამატებს ზელენსკი. რაც რუსეთისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მის ქვეყანას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში წლიურად 20 მილიონამდე დრონის წარმოების გაორმაგება და უკრაინას ამისთვის საჭირო ფინანსებიც აქვს. როცა ასეთ რიცხვებს ხედავ, მოცულობა უბრალოდ პრობლემა აღარ არის და ეს ბევრს ხსნის იმაზე, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ 2026 წლის პირველ ნახევარში 800,000 სამიზნის დაზიანება. გარდა ამის არ დაგავიწყდეთ, რომ უკრაინა დრონების დიპლომატიაში სულ უფრო გამოცდილი ხდება. უკრაინამ კარგად იცის, რომ დრონების ტექნოლოგიის გაგებასა და განვითარებაში ის მთელ მსოფლიოში ლიდერია. დასავლეთის სამყაროში ყველა ისწრაფვის იმისკენ, რაც უკრაინას აქვს. სწორედ ამიტომ უკრაინა ახერხებს ისეთი ინიციატივების შექმნას, როგორიცაა დრონების შეთანხმების ინიციატივა ICO. ეს პროგრამა, რომელიც შექმნილია უკრაინასა და მის გლობალურ პარტნიორებს შორის ინტეგრაციის ხელშესაწყობად და ასევე უკრაინის გრძელვადიანი თავდაცვის დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ახლა უკვე 27 წევრს აერთიანებს, მათ შორის 15 ნატოს წევრს. უკრაინა უკვე საკმარისად აშენებს და ის აძლიერებს არსებულ ჩარჩოებს, რათა უზრუნველყოს, რომ კიდევ უფრო მეტის აშენება შეძლოს. რუსეთი ცდილობს ფეხი აუწყოს. Moscow Times-ის მიხედვით, რუსეთი 2026 წელს გეგმავს 7.3 მილიონი FPV დრონის ასაშენებას, ასევე ათასობით შორ მანძილზე მოქმედი დრონის წარმოებას. მაგრამ რუსეთი დრონების მხრივ უკრაინის დონეზე არ არის, არც რაოდენობით და არც ხარისხით. რაოდენობის მხრივ Ukraine News ავრცელებს, რომ სირსკი აცხადებს, უკრაინას ფრონტის ბევრ მონაკვეთზე FPV დრონებში 1.5-დან 1-ზე უპირატესობა აქვს. უკვე ხედავთ, რომ უკრაინა საშუალო და გრძელ დისტანციებშიც რუსეთს გასროლაში უტოლდება. მარტივად რომ თქვათ, რუსეთი ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯით უკან არის უკრაინასთან შედარებით და უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პუტინის არმია უკან დარჩეს. მაშ, რას ნიშნავს რეალურად 800,000 სამიზნეზე დარტყმა 2026 წლის პირველ ნახევარში? ეს არ არის კულმინაცია. უკრაინამ ჯერ კიდევ არ მიაღწია პიკს. რასაც აქ ხედავთ, ეს არის გამაფრთხილებელი გასროლა. უკრაინა აძლევს რუსეთს იმის ცოდნას, რამდენ სამიზნესაც მოხდა, რადგან სურს, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება ყველაფერი რუსეთისთვის. უკრაინას აქვს სტრატეგია, აქვს წარმოების მოცულობა, ყავს პარტნიორები და შეუძლია ამ ყველაფერზე ააგოს, რომ 800,000 იყოს გზაზე ერთი ეტაპი და არა დრონების სტრატეგიის პიკი. კიდევ ბევრად მეტი იქნება. უკრაინის გენიოსები მუშაობდნენ ამაზე და მათ შექმნეს თვითნაკეთი იარაღი, რომელიც არა მხოლოდ მომაკვდინებელი, არამედ შეიძლება თამაშის წესების შემცვლელიც იყოს. ეს უცნაური ახალი ბომბი უკვე 1 წელზე მეტია რაც მუშავდება. ეხლა ის საბოლოოდ აქ არის. და რუსეთმა ახლახან სრულად იგრძნო მისი ძალა. Foreign Watch-მა პირველი დარტყმა განახორციელა და ეს ბოლო შემთხვევა, როცა ამ სახელს ასე წარმოთქვა. უკრაინამ რუსეთზე თავისი გამასწორებელი გამოიყენა და მან ზუსტად ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მან სრულიად გაასწორა რუსული ხაზები. 24 ივნისს United 24 მედიამ დარტყმის ძირითადი ინფორმაცია გაავრცელა. მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლად შექმნილი უკრაინული ბომბი, რომელსაც უწოდებენ როგორც levelers, ასევე equalizers, რადგან ეს არის იარაღი, რომელიც საბოლოოდ მოიტანს ბალანსს ომის ერთ მნიშვნელოვან ასპექტში, უკვე გამოყენებულია. ორი ბომბი MiG-29-ის გამანადგურებლიდან გაუშვეს, რათა დაერტყათ რუსეთის წინახაზის პოზიციაზე. ორივე ბომბი აღჭურვილი იყო სპეციალური ფრთის კორექციის კომპლექტებით, რომლებიც ბომბებს ასწორებს, რაც სახელის კიდევ ერთ მნიშვნელობას აძლევს და ამ საშინელმა წყვილმა რუსეთის თავდაცვით სანგრებში დაარტყა, რის შედეგადაც უზარმაზარი ორმოები დარჩა. და ეს მხოლოდ წერილობითი ანგარიში არ არის, რომელიც ამ მტკიცებებს აკენებს. დარტყმის ვიდეო კადრებიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო თავდაპირველად სონიოშნიკ Sunflower-ის Telegram არხზე გამოქვეყნა, მას მილუტინოვიჩმა გააზიარა. ვიდეო მხოლოდ 18 წამს გრძელდება, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო. ვიდეო კადრები იწყება სტატიკური კადრით, სადაც ჩანს სამიზნედ ქცეული ორმოები. სავარაუდოდ გადაღებულია ზემოდან მოფრინავე უკრაინული სადაზვერო დრონით. რამდენიმე წამით სიმშვიდეა. ამ ორმოებში მყოფი რუსი ჯარისკაცები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. ალბათ კიდევ ერთ ფრონტალურ შეტევას ამზადებდნენ. შიში უკვე იგრძნობოდა ჰაერში. თხრილებზე გადაცოცვა ნიშნავს, რომ აუცილებლად ბრმად შეიჭრები უკრაინის დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში, სადაც უფრო მეტი შანსია, რომ მოკლავენ, ვიდრე გადარჩები. მაგრამ ამჯერად არაფრის მწოდნე ჯარისკაცებისთვის, რაც უფრო საშინელი მოდიოდა. პირველი ლეველერი გზაშია და სამწამიან ნიშნულზე ეშვება. მეორე ლეველერი რამდენიმე წამში მოყვება. ორივე კი დიდ აფეთქებებს იწვევს, რის შედეგადაც კვამლი ჰაერში ადის. რუსული თხრილები დაფარულია. შედეგს ვერ ხედავთ. ვიდეო მთავრდება კვამლის სტატიკური კადრით, მაგრამ შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც ეს ვიდეო სინამდვილეში გვაჩვენებს.
უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ახალი იარაღი მოქმედებაშია და რაც მთავარია ის სიუარია ის სიზუსტის იმ დონეს უზრუნველყოფს, რაც უკრაინას სჭირდება. იმისთვის რომ ეს გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი, რომელიც უკრაინას აქვს ფრონტის ხაზის გასანადგურებლად და ახლო ზურგის გასანადგურებლად, რომელიც ამარაგებს ჯარისკაცებს, რომლებსაც პუტინი ფრონტზე აგზავნის. ეს კადრები პუტინს იმდენად უნდა აშინებდეს, რამდენადაც ამ აფეთქებაში მოყოლილ რუს ჯარისკაცებს დააფრთხობდათ მისი გადატანა. მაგრამ უკრაინისთვის ეს პირველი დარტყმა დიდი ხანია რაც ელოდებოდნენ. ლეველერი ასებითად უკრაინის ვერსია იმ მართვადი ბომბებისა, რომლებსაც რუსეთი წლებია უკრაინის ქალაქების დაბომბვისთვის იყენებს. და თუ გულწრფელები ვიქნებით, მას ბევრად მეტი დრო დასჭირდა ბრძოლის ველზე მისაღწევად, ვიდრე უკრაინას სურდა. უკვე 2024 წლის ივნისში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციის ძალების სარდლობის უფროსმა სერგი გოლუბცოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებდა CAB ბომბების საკუთარი წარმოების საცდელ ვერსიას, რომელსაც რუსეთი რამდენიმე თვით ადრე იყენებდა. გოლუბცოვის თქმით, იმ დროს პირველი ტესტი რამდენიმე კვირაში უნდა დაწყებულიყო. მიზანი კი იყო საბჭოთა ეპოქის ბომბებისთვის ავიაციის კომპლექტების შექმნა, რომლებიც უკრაინის არსენალშია და რომლებიც უზრუნველყოფდა მაღალი სიზუსტესა და გაზრდილ ფრენის მანძილს იმ ბომბებთან შედარებით, რასაც რუსეთი იყენებდა. პირობა იყო მოცემული. უკრაინას აქვს ამ ბომბების უზარმაზარი მარაგი, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროს მის ტერიტორიაზე დააგროვა. ასე რომ მას საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ გადაიქცეს მართვად იარაღად, რომელსაც შეუძლია რუსული ფრონტის გასწვრივ და მრივ და მის უკან დიდი ზიანი მიაკენოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტესტების დაწყების შესახებ განცხადებები გავრცელდა, რამდენიმე თვე ყველაფერი ჩაწყნარდა. მხოლოდ 2024 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა უკრაინის საბრძოლო ავიაციის Telegram არხმა ვიდეო, რომელშიც როგორც ჩანს, უკრაინული Su-24 ტიპის ბომბდამშენი გამოიყენებოდა იმ იარაღის ადრეული ვერსიის სატესტოდ, რომელიც მოგვიანებით ლეველერის სახელით გახდა ცნობილი. ამ კადრებმა გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები აჩვენა. მართვადი ბომბი წარმატებით გამოეყო თვითმფრინავს და ვიდეო გარკვეული წარმოდგენა მოგვცა, თუ როგორ იქმნებოდა ბომბის კომპლექტი. ჩვენ დავინახეთ დაკეცილი ფრთები და მომრგვალებული ცხვირის ფეარინგი, რომელიც ბომბის აეროდინამიკურ თვისებებს აუმჯობესებდა. შემდეგ კი თითქმის 2 წლის განმავლობაში ყველაფერი ჩაწყნარდა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი და უკრაინას ამის ახსნა არ გაუკეთებია. მხოლოდ 2026 წელს გამოჩნდა სრულად ის ბომბი, რომელიც მოგვიანებით ლეველერი გახდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ დასჭირდა უკრაინას ასე დიდი დრო, რომ ბომბი კონცეფციიდან საბრძოლო გამოყენებამდე მიიყვანა. შეიძლება უკრაინას სჭირდებოდა მუშაობა მოქმედების რადიუსზე, რათა მის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, ბელ თვითმფრინავებს შეეძლოთ ბომბის გაშვება ხაზების მიღმა საკმარისად შორს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვისგან საფრთხე არ შექმნოდათ. ან იქნებ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ უპირველესად დრონების განვითარებაზე გაეკეთებინა აქცენტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასავლეთიდან იღებდა JJDM-სა და ASM Hammer-ის კომპლექტებს, რომლებიც მისი ახალი ბომბის მსგავს ფუნქციას ასრულებდნენ. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ლეველერს აქ მოსასვლელად დრო დასჭირდა. მაგრამ ახლა ის აქ არის და უკრაინა ძალიან გახარებული იქნება, როცა მის პირველ წარმატებულ გამოყენებას იხილავს. ახლა უკრაინას ხელში აქვს იდეალური საშუალება UMPK-ის კომპლექტებისთვის, რომელსაც რუსეთი ეტენებდა თავისი უგუნური ბომბების ნახევრად მართული იარაღებად გადასაქცევად, რომლებსაც სერიოზული განადგურების გამოწვევა შეუძლიათ. ეს რუსული კომპლექტები შეიძლება მიემაგდეს რუსეთის FAB-250 და FAB-500 საჰაერო დანიშნულების ბომბებზე, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს დაარტყას სამიზნეებს ფრონტის ხაზის უკან რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე. ლეველერს შეიძლება რუსული კომპლექტების კლონად მიიჩნიონ, მაგრამ ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ის შთაგონებულია UMPK კომპლექტებით, ლეველერ ავითარებს ყველაფერს, რაც რუსეთმა შექმნა და ახორციელებს ინოვაციებს იმ გზებით, რაც პუტინის ხელქვეითებს თავშიც არ მოუვიდოდათ. მას შემდეგ, რაც ლეველერ პარიზში, იეროსადორი 2026-ის გამოფენაზე წარადგინეს, უკრაინის მიერ შექმნილი რამდენიმე დეტალი გაჟონა. Pravdas ინფორმაციით, ბომბის კომპლექტები საშუალებას აძლევს უგონო ბომბს გაუშვან 500-დან 10,000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. მას ასევე უფრო დიდი სიშორე აქვს, ვიდრე რუსეთის მიერ წარმოებულ მსგავს კომპლექტებს, რადგან ლეველერს შეუძლია დაარტყას მიზნებს, რომლებიც საჰაერო პლატფორმიდან 10-დან 130 კილომეტრამდე მანძილზე მდებარეობს. ასევე აუნიშნავთ, რომ კომპლექტი შეიძლება მიმაგრდეს 250 კილოგრამიან ბომბებზე. თუმცა ჯერ არ არის ნათელი, აპირებს თუ არა უკრაინა ტექნოლოგიის შემდგომ განვითარებას, რათა ის უფრო დიდ ან პატარა ბომბებზე გამოიყენოს. Business Insider-მა თავის ანგარიში ბომბის შესახებ კიდევ რამდენიმე დეტალი გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი გაშვება შესაძლებელია უკრაინის საბჭოთა ეპოქის პლატფორმებიდან, როგორც ეს ადრეული ტესტებიდან ნახეთ. და ის ფაქტი, რომ უკრაინამ თავისი პირველი დარტყმისთვის MiG-29 გამოიყენა. და რომ ის თავსებადია F-16-თან და Mirage-ის გამანადგურებლებთან, რომლებიც უკრაინას აქვს განკარგულებაში. ეს თავსებადობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაშინვე ვიხილავთ, როგორ აგდებენ ლეველერს ამ თვითმფრინავების ფრთებიდან. ლეველს დამატებითი სერტიფიცირება სჭირდება ორიოსთვის, სანამ მისი გამოყენება იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს როგორც ჩანს პრობლემაა, რომელიც შედარებით მარტივად შეიძლება გადაიჭრას. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება უკრაინის ბომბის კომპლექტსა და რუსეთში დამზადებულებს შორის ის არის, რომ ლეველერ ასევე აღჭურვილია თანამედროვე მართვის ალგორითმებით, რაც იმ სატელიტურ ნავიგაციასთან შედარებით მეტ სიზუსტეს იძლევა, რომელსაც ეს ბომბები სავარაუდოდ იყენებენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება სადღაც ამ პროცესში. თუ პირველი სრული დარტყმა, რომელიც ამ ბომბებით განხორციელდა, რაიმე მინიშნებას იძლევა, ეს ალგორითმი ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც არის შექმნილი.
რუსეთის საკმარისად კარგის მიდგომა მიმუშავა მის გლაიდ ბომბებთან დაკავშირებით. მთავარი ეს იარაღები რაღაცას მოხდეს, თუნდაც სამიზნიდან 100 მეტრით იყოს აცდენილი. ეს პუტინისთვის საკმარისია. უკრაინას სიზუსტე სჭირდება იმდენად, რომ ვიწროდ ხილს მოხდეს ათეულობით კილომეტრის დაშორებიდან. ლეველერი სწორედ ამ სიზუსტეს უზრუნველყოფს. და როგორც მილიტარნი აღნიშნავს, ბომბის კომპლექტის ის ვერსია, რომელიც ახლახან ვიხილეთ გამოყენებული რუსულ თხილებზე, სავარაუდოდ ექსპერიმენტული პარტიიდანა, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალებს მაისში მიაწოდეს. მომავალი პარტიები ყველა ხარვეს აღმოფხვრიან და კიდევ უფრო ზუსტები იქნებიან, ვიდრე ის ვერსიები, რომლებიც კადრებში ვიხილეთ. და ბოლოს, არსებობს მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინას ძალიან სურს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ლეველერის მასობრივი წარმოება. ფასი. შეიძლება გახსოვდეთ, ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, რის გამოც უკრაინამ ლეველერის ტესტირებიდან პრაქტიკულ გამოყენებამდე ასე დიდი დრო მოანდომა, იყო ის, რომ მას დასავლური ბომბების ნაკრებების მარაგი ჰქონდა, მაგალითად, ამერიკული JDAM, რომლის გამოყენებაც შეეძლო. JDAM ნამდვილად ეფექტურია. სინამდვილეში ის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში ამ ტიპის მართვადი ბომბების ნაკრებებს შორის. თუმცა მასთან ახლავს შედარებით მაღალი ფასი, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინას ASH-ში წარმოებული იარაღის შეძენა პერლის ინიციატივის მეშვეობით უწევს და აღარ იღებს მათ სამხედრო დახმარების სახით. ლეველერი ამ კონკრეტულ პრობლემას აკვირებს. 19 მაისის მილიტარნის ანგარიშის მიხედვით უკრაინის ახალი მართვადი ბომბის კომპლექტი დაახლოებით მესამედად ღირს JDAM-ის კომპლექტის ფასისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა იღებს სამ მართვად ბომბს, იმ ფასად, რა ფასადაც შეიძლება ერთს მიიღებდეს ერთ-ერთი მთავარი დასავლელი მოკავშირისგან. სამმაგი ცეცხლის ძალა სამმაგ ზიანს იწვევს და ეს ცუდი ამბავია რუსეთის ძალებისთვის. ისინი ვერასდროს გაიგებენ, როდის იქნებიან უსაფრთხოდ მართვადი ბომბის დარტყმისგან, რადგან ყოველთვის იქნება შესაძლებლობა, რომ უკრაინამ კიდევ გააგრძელოს შეტევა, რადგან გლაიდ ბომბის მათი ვერსია უფრო იაფია დასამზადებლად, ვიდრე ნებისმიერი ვერსია, რომელიც მათ შეუძლიათ ირიდონ. და უკრაინის მართვადი ბომბის ვერსიის მასშტაბიც ძალიან დიდია. უკრაინას საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა ASH-სთან, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა. მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, როცა ASH-მ ერთ მომენტში ყველა დახმარების მიწოდება შეაჩერა. ახლა ურთიერთობა ბევრად უკეთესია. ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც კი უთხრა, რომ მას აღფრთოვანებული აქვს თუ როგორ უმკავდება უკრაინა ვითარებას 2026 წლის G7-ის შეხვედრის დროს. მიუხედავად ამისა, ASH-ს იარაღზე წდომასთან დაკავშირებული შეშფოთება და იმ პირობები, რომლებიც შეიძლება მათთან ახლდეს, ყოველთვის დარჩება უკრაინის კოლექტიურ ცნობიერებაში. ლეველერი არანაირ შეზღუდვას არ აწესებს იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს მას უკრაინა და უკრაინას იმდენი ექნება, რამდენსაც თავად ააშენებს. რაც ამ იარაღში და ლეველერის საბრძოლო პირობებში პირველი გამოყენებისას ნახეთ, არის ის, რომ უკრაინამ თავისი კამპანია რუსეთის წინააღმდეგ ახალ დონეზე აიყვანა. ვიცით, რომ ეს საშინელია, მაგრამ ეს სიმართლეცაა. ეს მართვადი ბომბის ნაკრები უკრაინისთვის თამაშის წესების შემცვლელი შეიძლება გახდეს და ამის ორი მიზეზი არსებობს. მაგრამ სანამ ამ მიზეზებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი მასალები. პირველ რიგში ლეველერი უკრაინისთვის ნიშნავს იმას, რომ მართვადი ბომბების მხრივ ბრძოლის ველი თანაბრდება. რუსეთთან პარიტეტის მიღწევა გლაიდ ბომბების მიმართულებით უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ლეველერს ასევე ეძახიან გამათანაბრებელს. მაგრამ რომ უკეთ გავიგოთ, უნდა განვიხილოთ, როგორ იყენებს რუსეთი თავის გლაიდ ბომბებს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უბრალოდ რაოდენობას. აპრილში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 7000 მართვადი საჰაერო საბრძოლო მასალა გამოიყენა, რაც მარტის 7987-დან მაჩვენებელს მოჰყვა. ეს მთელი ომის განმავლობაში თვის რეკორდი იყო, რადგან რუსეთმა 1500-ით მეტი გლაიდ ბომბი გაუშვა, ვიდრე თებერვალში, როდესაც წინა რეკორდი დაამყარა. და Russia Matters-ის მიხედვით, როგორც ჩანს, რუსეთი 2026 წელს დაასრულებს უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 65000 მართვადი ბომბის გაშვებით, რაც 25%-ით მეტია 2025 წელს გაშვებულ 60000-თან შედარებით. თავარი ისაა, რომ რუსეთმა კარგად იცის, რამდენად საშიშია ასეთი ტიპის ბომბები და პირდაპირ რომ ვთქვათ, მართვადი ბომბების ეს უპირატესობა პუტინისთვის ერთ-ერთი იშვიათი წარმატებაა უკრაინის დამორჩილების კამპანიაში. ამ ბომბების შემთხვევაში მიზამის სიზუსტე არ არის, მათი წონა კი შეიძლება 1500 კილოგრამამდე იყოს. რუსეთისთვის მთავარი მხოლოდ ზიანის მიყენებაა. ცის დაფარვა გლაიდ ბომბებით რუსეთს საშუალებას აძლევს დაარტყას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის იმ ქალაქებსაც, რომლებიც უკრაინამ გაამაგრა. და იმ ქალაქებშიც კი, სადაც რუსეთი ჯერ არ მისულა, ჯერ კიდევ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს. ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, თუ რამდენი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს რუსეთის გლაიდ ბომბებმა. კაიროს მონაცემებით 31 მაისის მდგომარეობით დადასტურებულია 16126 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი და ამ გარდაცვალებათა დიდი ნაწილი სავარაუდოდ რუსეთის გლაიდ ბომბებს უკავშირდება. უკრაინამ შეიმუშავა მეთოდები ამ ბომბებთან საბრძოლველად, რაც მას არაერთხელ მოუწია, რადგან რუსეთი მუდმივად აუმჯობესებს მათ. მაგალითად 3 აპრილს Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შექმნა ჯემერის ახალი ტიპი, რომელიც რუსეთის გლაიდ ბომბების უმეტესობას უსარგებლოს ხდის. ახალი ჯემინგ სისტემის სახელად ალიმა ქუანტის შემქმნელების წარმომადგენელმა Forbes განუცხადა, რომ კაბების ეფექტიანობა ნულამდე დაეცა და დაამატა.
დაახლოებით 700 კილომეტრიან ფრონტის მონაკვეთზე მტერმა ერთ-ერთ წინა თვეში 879 კაბი ჩამოაგდო. ამ დარტყმების შედეგად 8 სამხედრო მოსამსახურეს მცირე დაზიანებები მიადგა. თუმცა რუსეთის მართვადი ბომბების წინააღმდეგ ბრძოლა ერთი საკითხი. სრულიად სხვა საკითხია, როდესაც უკრაინაში დამზადებული ბომბის კომპლექტების გამოყენებით შეგიძლია იგივე განადგურება მიაყენო რუსეთს. როდესაც უკრაინა მასობრივ წარმოებაში გადაიყვანს ლეველერს, ის შექმნის ათასობით საკუთარ მართვად ბომბს, რათა სიტუაცია რუსეთზე შემოაბრუნოს. მხოლოდ ერთი განსხვავება იქნება. რუსეთი თავის ქავის გლაიდ ბომბებს ქალაქებზე ისრის, უკრაინა ასე არ მოიქცევ. ზუსტი დამიზნება ყოველთვის იყო ლეველერის მთავარი უპირატესობა. და ახლა როცა ვიცით, რომ ბომბი ზუსტია, უკრაინა სავარაუდოდ ამ იარაღს გამოიყენებს იმის გასაძლიერებლად, რაც უკვე ასუსტებს რუსეთს ფრონტზე, შუა დარტყმების კამპანიას. ეს კამპანია მეორე მიზეზია, რატომაც ლეველერის გამოჩენა შეიძლება თამაშის წესების შეცვლის პოტენციალი იყოს. ეს ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი. სიმბოლურ დონეზე რუსეთის პარიტეტი შესანიშნავია, მაგრამ ბომბის ქონა, რომელიც უკვე ძალიან ეფექტურ კამპანიას აძლიერებს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. ამ დროამდე უკრაინის 2026 წლის Middle Strike კამპანია ძირითადად ეფუძნებოდა ახალი თაობის დრონების გამოყენებას, რომლებიც ფრონტის ხაზის მიღმა რამდენიმე ასეულ კილომეტრზე შეუძლიათ დათმა, და ეს კამპანია ძალიან ეფექტური იყო. უკრაინის დრონები განსაკუთრებით კრიმში მიმავალი ლოგისტიკური არტერიების მიზანში ამოღებას ცდილობენ, რადგან უკრაინა ცდილობს ნახევარკუნძულის იზოლირებას და მისთვის სტრატეგიულად მიუღებლად ქცევას პუტინისთვის. მაგრამ ამასთან ერთად უკრაინა უკვე 1 წელზე მეტია დრონებითა და დასავლური წარმოების იარაღით რუსული ახლო ზურგის ობიექტებსაც უტევს, იუწყება კიევ ინდეპენდენტი. სამიზნეებს შორის იყო მომარაგებისა და სათვავის სატვირთოები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალის საწყობები, დრონების გაშვების ადგილები და მართვისა და საკონტროლო ცენტრები, რომლებზეც რუსეთი ეყრდნობა თავისი ჯარების ფრონტზე ორგანიზებისთვის. მთავარი განსხვავება ახლა და 1 წლის წინ არსებულ მდგომარეობას შორის ისაა, რომ უკრაინის საშუალო დონის დარტყმების კამპანია იმ დონემდე გაიზარდა, რასაც რუსეთი არასდროს ელოდა. რადიო თავისუფლების მიერ გაზიარებული ფოტოები მხოლოდ მცირე დაზიანებას აჩვენებს, სადაც ვხედავთ განადგურებულ და დამწვარი მანქანების ნარჩენებს და ხანძრებს მნიშვნელოვან ნავთობის საწყობებში. უკრაინამ გაარკვია, რომ რუსეთის ლოგისტიკის პარალიზება ზურგში სერიოზულად აზიანებს რუსეთის მცდელობებს და იწვევს შეტევები ფრონტის ხაზზე. ბევრი ითქვა ახალი თაობის დრონებზე, რომლებმაც საშუალება მისცეს ამ შუა დარტყმის კამპანიის განხორციელებას. ჰორნეტი გახდა მთავარი სიახლე. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი და ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი ჰორნეტი ავტომატურად ამოიცნობს სამიზნეებს და იმდენად იაფია, რომ უკრაინას შეუძლია ყოველდღიურად ათეულობით გამოიყენოს. სხვა გამორჩეულებს შორისაა ახალი ბეჰემუთის დრონი, რომელსაც შეუძლია 300 კილომეტრის მანძილზე სამიზნეების დაზიანება 75 კილოგრამიანი ტანდემური საბრძოლო თავით, რომელიც აერთიანებს გამტანსა და თერმობარული მუხტს, რაც მას იდეალურს ხდის გამაგრებული სამიზნეების წინააღმდეგ. კიდევ ერთია იდუმალი დრონი მორიგანი. Business Insider-ი უცხება, რომ ეს დრონი მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის, რათა RR-280 გზა, რომელიც რუსეთს ყირიმსა და ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის რეგიონებს აკავშირებს, რუსული ტექნიკისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცია. ეს დრონები და სხვა საშუალო დარტყმის დრონები დიდ როლს თამაშობენ ომის მიმდინარეობის, უკრაინის სასარგებლოდ შეცვლაში. ყირიმის იზოლაციის კამპანიას მიღმა, უკრაინის საშუალო დარტყმებმა იმდენად დაასუსტა რუსეთი ფრონტზე, რომ უკრაინა აქტიურად აღწევს წარმატებებს და სრულად აჩერებს გრანდიოზულ ზაფხულის შეტევას, რომელიც პუტინს ჯეროდა სექტემბრისთვის დონბასს მოუტანდა. ეს უკვე აღარ მოხდება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერ ამას ლეველერი დაემატოს. ყველა დრონის კარტა, რომელთა შეჩერებაც რუსეთს უკვე უჭირს, უკანა ხაზზე მყოფ ძალებს ახსახლა უწევთ გამკლავება ძლიერ გლაიდ ბომბებთან, რომლებსაც ბევრად მეტი დამანგრეველი ძალა აქვთ, ვიდრე უმეტეს საშუალო დარტყმის დრონებს. ლეველერების ათასობით წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რუსული პოზიციები ისევ და ისევ დაბომბოს. ჩვენ წარმოვიდგენთ ფენოვან კამპანიას. ფრონტის ხაზზე FPV დრონებით სავსე სასიკვდილო ზონები ათასობით რუს ჯარისკაცს ანადგურებს. მათ უკან ლეველერები გამოიყენება სანგრების, სავდლობის პუნქტებისა და სხვა ობიექტების გასანადგურებლად, რაც ასევე იწვევს მსხვერპლს თხვერპლს და აიძულებს გადარჩენილებს, რომლებიც ღიად არიან დარჩენილნი, ბედს სადონ სასიკვდილო ზონებში მანამდე, სანამ მზად იქნებიან. და ამ ყველაფრის უკან რუსული ძალების ზურგში საშუალო დონის დარტყმის დრონები ანადგურებენ მომარაგების სატვირთოებსა და სხვა რუსულ სამიზნეებს, ანგრევენ ლოგისტიკას, რომელიც უნდა ემსახურებოდეს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა FPV დრონებითა და ლეველერებით ზიანდებიან. ეს არის ერთი შესაძლო მომავალი, რომელსაც ახლა რუსეთი აწყდება და ეს არის მომავალი, რომის წარმოდგენაც პუტინს არც კი უნდა. ლეველერი ოფიციალურად უკვე აქ არის და უკვე დაამტკიცა, რომ თავის სახელს ამართლებს, თავისი პირველი საბრძოლო გამოყენებისას. უკრაინის თვითნაკეთი იარაღი ყველაფერს ცვლის. შემდეგი ნაბიჯია მისი მასობრივ წარმოებაში გადატანა ისეთ მასშტაბზე, რომ რუსი ჯარისკაცები შიშისგან ვერც კი გაბედავენ ფიქრს. ფრონტთან მიახლოება. ლეველერის დახმარებით უკრაინამ აჩვენა თავისი უნარი, არსებული კონცეფციები საკუთარი ინოვაციებით განავითაროს. და სწორედ ამას აკეთებს ბრიტანული იარაღით, რომელიც შესანიშნავად ბრუნდება ასპარეზზე. რუსმა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველზე შემზარავი მეტსახელი გამოიყენეს უხმო სიკვდილი. არა იმიტომ რომ სწრაფია, არა იმიტომ რომ ძლიერია, არამედ იმიტომ რომ როცა მიხვდებიან, უკვე ძალიან გვიანია. ზოგიერთი დანაყოფი ამბობს, რომ არაფერს ისმენს ბოლო წამებამდე.
სხვები კი საერთოდ ვერ იგებენ მის არსებობას. და განსხვავებით артილერიისგან, რაკეტებისგან ან ტრადიციული დრონებისგან, ამ სისტემების უმეტესობა ნადირობას აგზელებს მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს მათი ჩახშობას, დაბლოკვას ან შეფერხებას. ეს კრემლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა, რადგან ფრონტზე გავრცელებული იარაღი არამხოლოდ უფრო რთულია შესაჩერებლად, ის უფრო ჭკვიანი ხდება და ცვლის ომის წარმოების წესებს. შემოდიან ავტონომიური დრონები და რობოტები, იგივე ჩუმი სიკვდილი. ეხლა რომ გაიგოთ, რატომ დებს უკრაინა ფსონს ამ მანქანებზე, რომლებსაც ფაქტობრივად საკუთარი აზროვნება შეუძლიათ, უნდა გაიგოთ ის პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც ეს მანქანები შეიქმნა – ელექტრონული ომი. სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე ორივე არმიამ ფრონტი პირველი პირის ხედვის დრონებით გაავსო. პატარა დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატებით, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ატარებენ და პილოტი ვიდეოკავშირის საშუალებით უშუალოდ მიზანში მართავს. ისინი იაფია, ზუსტია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ბრძოლის ველს უკრაინის სასარგებლოდ ცვლიდნენ. მაგრამ დრონი, რომელიც რადიოკავშირზეა დამოკიდებული, მხოლოდ იმ კავშირის ხარისხზეა დამოკიდებული და ორივე მხარემ სწრაფად ისწავლა თავად ამ კავშირის შეტევა. ჟამერები ფრონტის ხაზს ფარავენ, რაც დრონსა და მის ოპერატორს შორის კავშირს წყვეტს. სპუფერები სატელიტურ ნავიგაციას აღალბებებენ, დრონს ხალხ კოორდინატებს აწვდიან ან თლიანად უგზალავენ GPS. ომის გარკვეულ პერიოდში ეს ელექტრონული თავდაცვა იმარჯვებდა. დაჯამერილი დრონი წარუმატებელი დრონია და ფრონტის ყველაზე მძაფრად დაპირისპირებულ მონაკვეთებზე FPV მისიის უმეტესობა ბოლო წამებში ზუსტად დართმამდე მარცხდებოდა, სადაც ჯამინგი ყველაზე აქტიურია. ეს არის ვიწრო ადგილი, რომლის გარღვევისთვისაც ხელოვნური ინტელექტი შემოიყვანეს. იდეა მარტივია, თუნდაც ინჟინერია ასე არ იყოს. თუ დრონი ვერ დაეყრდნობა ადამიან პილოტს და ცოცხალ რადიოკავშირს სამიზნემდე მისვლამდე, მაშინ დრონს უნდა მიეცეს საკმარისი ჩაშენებული ინტელექტი, რომ საქმე თვითონ დაასრულოს. ეს შესაძლებელია იმით, რომ დრონს დაუმონტაჟდეს გამოსახულების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა და ვიზუალური ნავიგაცია, რათა ოპერატორმა რომ მიუთითოს სამიზნე, დრონმა შეძლოს ბოლო მონაკვეთის დამოუკიდებლად დაფრენა, ამოიცნოს რასაც უყურებს და თავად შეასწოროს კურსი, თუნდაც სიგნალი გაითიშოს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება გადადის თავად დრონზე, რაც მას ფაქტობრივად ტრადიციული ჩახშობის მიმართ იმუნურს ხდის. ამ ცვლილების ეფექტი გაზომადია და სწორედ ეს რიცხვები ხსნის, რატომ უნდა ეხლა უკრაინის თითოეულ ბრიგადას ასეთი დრონი. კატერინა ბონდარის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენლის თქმით, რომელმაც უკრაინის ავტონომიური სისტემები შეისწავლა, ნავიგაციასა და მიზანში ამგვარი ტერმინალური ავტონომიის დამატება დრონის დარტყმის წარმატების მაჩვენებელს დაახლოებით 10-20%-დან 70-80%-მდე ზრდის. ეს 3-დან 4 ჯერ გაუმჯობესებაა და ეს ნიშნავს, რომ ახლა ორი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონი იმ საქმეს აკეთებს, რასაც ადრე 8 ან 9 სჭირდებოდა. რიცხობრივად ნაკლები არმიისთვის ეს გამამრავლებელი ფაქტორი სწორედ მთავარი არსია. ყოველი დრონი, რომელიც მიზანს ხვდება, ნიშნავს დრონს, რომელიც ორჯერ აღარ მოვიწევს ააშენო, პილოტს, რომელსაც აღარ გარისკავ და სამიზნეს, რომლის დასაკავებლადაც აღარ მოგიწევს ქვეითების გაგზავნა. აქ კიდევ ერთი დამალული გამამრავლებელი ფაქტორია. რადგან ხელოვნური ინტელექტი ფრენის ყველაზე რთულ ნაწილს მართავს, პილოტისგან საჭირო უნარები მნიშვნელოვნად ცივდება და ეს უზარმაზარი მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის, რომელიც ადამიანური რესურსის კრიზისს ებჯვის. აღარ ჭირდება ვირტუოზი ოპერატორი თითოეული დრონისთვის. და როგორც ავტონომიურობა უმჯობესდება, ოპერატორებსა და მანქანებს შორის თანაფარდობა იცვლება. ერთი პილოტი, რომელიც ერთ დრონს რთულად მართავდა, ახლა ერთი ოპერატორი ერთდროულად ბევრს უშვებს. ანალიტიკოსები, რომლებიც ამ ტენდენციას აკვირდებიან, ამას გარდამტეხ წერტილად აღწერენ. მომენტად, როცა ერთი ოპერატორი ერთდროულად 20, 50 ან 100 დრონს გაუშვებს კოორდინირებულად. ეს არის მომენტი, როცა ომის ეკონომიკა იცვლება, რადგან დარტყმების რაოდენობა, რომელსაც შეძლებ, აღარ არის დამოკიდებული იმ პილოტების რაოდენობაზე, ვინც ყავს გაწვრთნილი. აქ მნიშვნელოვანია სიზუსტე, რადგან ეს არის ამბის ის ნაწილი, რომელიც ხშირად გადაჭარბით არბებითაა წარმოდგენილი. უკრაინას ჯერ არ შეუქმნია სრულად ავტონომიური მკვლელი რობოტების არმიები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იარაღში შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საცხის ეტაპზეა. 2026 წლის შუა პერიოდში ის ყველაზე სასარგებლოა სამიზნის ამოცნობაში. ეხმარება დრონს ამოიცნოს შენიღბული ტანკი, რომელიც ხეების ხაზშია დამალული, და ასევე ეხმარება საბოლოო მიახლოებაში, როდესაც ძლიერი ჩახშობის კედელია. მაგალითად, დაახლოებით 2 მილიონი დრონიდან, რომელიც უკრაინამ 2024 წელს შექმნა, მხოლოდ დაახლოებით 10,000 ჰქონდა ეს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებები და ისინიც კი კვლავ ადამიანზე იყვნენ დამოკიდებული, რომ შეერჩიათ სამიზნე და დაეწოთ მისი. 2026 წელს წარმოების მასშტაბი გაიზარდა და წლის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო წლიურად 7 მილიონი დრონის წარმოება. მაგრამ ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებული დული დრონების ზუსტი რაოდენობა არ არსებობს, რაც მიუთითებს, რომ ისინი ფრონტზე ნამდვილად მცირე უმცირესობას წარმოადგენენ. თუმცა ამ დრონების რეალურ მნიშვნელობას ვერ გამოურიცხავთ. მაშინ, როცა საჰაერო ომი ინტელექტის გავლენით იცვლებოდა, პარალელურად რევოლუცია მიწაზე ნელა ვითარდებოდა. რობოტები
უკრაინამ დიდი რესურსები ჩადო უპილოტო სახმელეთო აპარატებში, ბორბლებზე ან ჯაჭვებზე მოძრავ რობოტებში, რომლებიც ამუნიციას ეზიდებიან, დაჭრილებს ევაკუირებენ, ძიმე იარაღს ატარებენ და სულ უფრო ხშირად თავადაც შეტევებზე გადადიან. და უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ რობოტებს მართავენ, რაღაცა სწავლობენ რუს სიტყვებისგან. რუსებს ამ აპარატებისთვის მეტსახელიც კი აქვთ: მდუმარე სიკვდილი. ეს მეტსახელი მიუთითებს რეალურ ტაქტიკურ თვისებაზე, რომლის გაგება ძლივს, რადგან ის ხსნის, რატომ შეიძლება იყოს ნელი, მოუქნელი რობოტი უფრო შემაძრწუნებელი ვიდრე სწრაფი. თანამედროვე საბრძოლო ველზე ჯარისკაცის პირველი გამაფრთხილებელი სისტემა მისის მენაა. ის ისმენს მოახლოებული FPV დრონის ზუზუმს, მანქანის ძრავის ხმას, ძრავის წუილს. და ეს ხმა გაძლევს 2-3 წამს, რომ დამალვაში ჩახვიდე. თითქმის უხმო სახმელეთო რობოტი ამ გაფრთხილებას მთლიანად აუქმებს. CNN-ის რეპორტაჟის მიხედვით, რომლის ჟურნალისტებიც ამ მანქანების ოპერატორ უკრაინულ დანაყოფებთან იყვნენ მიმაგრებული, რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ხშირად რობოტების მოახლოება მხოლოდ მაშინ ესმით, როცა ისინი დაახლოებით 10 მეტრში არიან. და სახმელეთო რობოტი, რომელიც 10 მეტრში და მძიმე ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებს, უკვე თავისივე აფეთქების რადიუსშია. როცა მის ხმას გაიგონებ, უკვე გვიანია. რეაგირების დრო ავარჩება. ეხლა ამ უპირატესობას ორი რამ აძლიერებს. პირველი არის ტვირთი. 4 ბორბლიანი შასი ბევრად მეტს იტევს ვიდრე პატარა საჰაერო დრონი. იქნება ეს დიდი ასაფეთქებელი ნივთიერება თუ მძიმე ტყვიამფქვევი, ასობით ვაზნით. ამიტომ ეს მანქანა, რომელიც ჩუმად მოდის, ასევე გაცილებით უფრო მომაკვდინებელია. მეორეა როლი, რომელსაც სიჩუმე შესაძლებელს ხდის. შეღწევა. ერთ შეტევაში პირველი რობოტების საწყისი გასროლები გამოიყენეს ყურადღების გადასატანად. განზრახ მიიპყრეს ყურადღება, სანამ 4 სხვა მანქანა მტრის ხაზს უკან ჩუმად შეაღწევდა. რაღაც, რასაც ვერც ერთი იარაღი, რომელიც ხმაურით გასცემს თავს, ვერ შეძლებდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩანს იმაში, თუ როგორ რეაგირებენ დამცველები. ერთმა უკრაინელმა მეთაურმა, რომელსაც კოდური სახელი საიბერი აქვს, აღწერა, როგორ გამოიყენა რობოტი მტრის პოზიციის წინააღმდეგ და უყურებდა, როგორ პანიკდებიან რუსები. ხოხავენ, მიწაზე ეკვრიან, სრულიად დაბნეულები, რადგან არ იციან, როგორ უპასუხონ საფრთხეს, რომელსაც ვერც ესმით და ვერც პოულობენ. სიჩუმე ჯარისკაცს ართვებს ორ მთავარ რამეს, რაზეც ყველაზე მეტად ეყრდნობა: მის გრძნობებს და დროს. აქვე აღსანიშნავია თავად ტექნიკაც. კიბერიზის დანაყოფი იყენებს რობოტს, რომელიც აგებულია მძიმე ბრაუნინგის ტყვიამფქვევზე, რომელიც ტრეკებზეა დამონტაჟებული და კამერებითაა შემოხვეული, რაც მას ფართო ხედვის არეს აძლევს. ის შეიძლება დღეების განმავლობაში ფოთლებში დამალული იდგეს, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ის ცვლის, მას არ სჭირდება არც საჭმელი, არც წყალი და არც არასდროს იღლება ან კრუჭხდება. ერთადერთი რამ, რაც მას ბაზაზე დაბრუნებას აიძულებს, არის ამუნიცია, რადგან როგორც კი ტყვიები ამოეწურება, მას უკან დაბრუნება და ხელახლა დატენვა უწევს. როცა ინტერვიუ აირეს, საიბერის დანაყოფი უკვე ამზადებდა უფრო სწრაფ მომდევნო მოდელს, რომელსაც შეეძლებოდა დაახლოებით 10 მილისაათში გადაადგილება და ბრძოლის ველზე მსუბუქი იარაღის დარება. რამდენიმე თვეში ეს მანქანები იშვიათი სიახლეებიდან თითქმის სტანდარტულ აღჭურვილობამდე მივიდა. ისინი ამარაგებენ ჯარს, გამოხავთ დაჭრილების საბრძოლო ზონიდან და ახორციელებენ შეტევებს, რომლებიც ადრე ქვეით და ოცეულის სიცოცხლეს დაუჯდებოდა. ეს ბოლო პუნქტი სწორედ ის ადგილია, სადაც სახმელეთო რობოტები უკავშირდება მთელი უკრაინული სტრატეგიის მთავარ ლოგიკას. უკრაინის მესამე შეტევითი ბრიგადის ერთმა რობოტულმა დარტყმითმა დანაყოფმა, სახელად NC-13, საკუთარი ოპერაციების ანალიზი ჩაატარა. 164 შეტევაში დანაყოფმა შეაფასა, რომ იგივე შედეგის მისაღწევად, რაც მისმა რობოტებმა აჩვენეს, დაახლოებით 2300 ქვეითი დასჭირდებოდა და მათგან დაახლოებით ნახევრის დაკარგვას დაღუპულს ან დაჯევლს ელოდა. და დანაყოფის საკუთარი ანგარიშით ეს ნიშნავს, რომ მანქანებმა დაახლოებით 1000 უკრაინელი სიცოცხლე გადაარჩინეს. ეს მოკლედ ხსნის, რატომ დებს კიევი ყველაფერს ავტომატიზაციაში. ყოველი შეტევა, რომელსაც რობოტი ახორციელებს, არის შეტევა, სადაც ადამიანს არ მოუწია სიკვდილი. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინამ ომი არახელსაყრელი პოზიციიდან დაიწყო. ამ ცვლილების მასშტაბი უკრაინის თქმით უზარმაზარია. აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა პირველად აირეს რუსული პოზიცია, მხოლოდ რობოტებისა და დრონების გამოყენებით, ქვეითების გარეშე. და დაამატა, რომ წლის დასაწყისიდან უპილოტო აპარატებმა დაახლოებით 22,000 მისია ჩაატარეს. ეს არის უკრაინის მთავრობის მონაცემები, პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის აღსანიშნავ სიტყვაში და მათთან ახლავს ყველა ომის დროიანი განცხადებისთვის დამახასიათებელი დათქმები. მაგრამ ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც ისინი აღწერენ, დასტურდება როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტების, ასევე უცხოელი ანალიტიკოსების მიერ და მიუთითებს ომზე, სადაც უკრაინის ძალისხმევის დიდი ნაწილი ახლა ნამდვილად უპილოტოა. და ამ გარდაქმნის ცენტრში ზის ადამიანი, რომელიც ზელენსკიმ დანიშნა მის დასაჩქარებლად. მიხაილო ფედოროვი 25 წლისაა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. 4 თვეა მუშაობს და მას არასოდეს უმსახურია სამხედრო სამსახურში. მისი გამოცდილება ტექნოლოგიებია და არა ტაქტიკა. ის გაიზარდა ფოლადის ქალაქ ზაპორიჟიაში, იმავე ქალაქში, სადაც ომის დროს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. თავისი კარიერა დაიწყო თინეიჯერობის წლებში ვიდეო თამაშებით.
უნივერსიტეტის დასრულებამდე შექმნა ციფრული სარეკლამო ბიზნესი და შემდეგ Facebook-ის პარტნიორი გახდა, სადაც მიზნობრივ რეკლამებს ყიდდა. ვლადიმირ ზელენსკიმ პირველად დაიქირავა ის, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის სოციალური მედია ემართა. შემდეგ კი 28 წლის ასაკში დანიშნა უკრაინის სახელმწიფოს დიგიტალიზაციის მინისტრად. როცა თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, ეს სამყარო თან წაიღო. ახალგაზრდა მრჩევლებისა და მონაცემთა ანალიტიკოსების გუნდის სპორტულებში, პინგ-პონგის მაგი და დერეფანში და იმ ადამიანის ინსტინქტები, რომელიც ომს ისე უყურებს, როგორც სილიკონ ველის დამფუძნებელი ინდუსტრიას, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა. ზუსტად ისე, როგორც აპლიკაციებმა შეცვალეს ტაქსები და საკვების მიწოდება, მიხაილო ფიოდოროვს სჯერა, რომ ომით შეიძლება შეიცვალოს, თუ ბრძოლა მანქანებზე გადავა. New York Times-თან ინტერვიუში მიხაილო ფიოდოროვმა განაცხადა, რომ სოფლიოს უსაფრთხოება სჭირდება და ამას მხოლოდ ავტონომიური იარაღი უზრუნველყოფს. მან ისინი ბირთვული იარაღს შეადარა და აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებიც ავტომატიზაციაში დააბანდებენ, მომავალ ომებში აუცილებლად გაიმარჯვებენ. ეს არის შეკავების ხედვა, რომელიც ბირთვულ ქობინებზე კი არა, ალგორითმებზეა დაფუძნებული. და მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც მიხაილო ფიოდოროვს სურს წასვლა და არა უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის აღწერა. იმავე სტატიაში, რომელიც New York Times-ში გამოქვეყნდა, განმეორებით აღინიშნა, რომ იმ დროისთვის უკრაინულ იარაღში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძირითადად სამიზნის ამოცნობას ეხებოდა. ავტონომიური მომავალი არის მისწრაფება. დღეში შენიღბული ტანკი კი რეალობაა. ფუტურიზმის მიღმა დგას კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ფიოდოროვმა შეიმუშავა, ზელენსკიმ დაამტკიცა და რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. New York Times-ი იუთხება, რომ მას ქვია საჰაერო სამშობლო ეკონომიკა და მას სამი მიმართულება აქვს. ჰაერში უნდა აღიკვეთოს შემოსული რუსული დრონებისა და რაკეტების მინიმუმ 85%. მიწაზე მოკლა ან სერიოზულად დაჭრა მეტი რუსი ჯარისკაცი, ვიდრე მოსკოვს შეუძლია მათი ჩანაცვლება. ხოლო ეკონომიკის მიმართულებით დაარტყი ნავთობის საექსპორტო ტერმინალებს, რომლებიც ომს აფინანსებს. ეს არის გამოფიტვის სტრატეგია, მაგრამ განზრახ დაგეგმილი, მათემატიკურად გამოთვლილი გამოფიტვის სტრატეგია. ფიოდოროვი ამ ომის ფაზას მიზანმიმართულ განადგურებას უწოდებს და მან მიზნისთვის კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა. მისი თქმით, New York Times-ში 2026 წლის შუა პერიოდში რუსეთი თვეში დაახლოებით 25,000-დან 40,000-მდე ჯარისკაცს კარგავდა და მისი მიზანია ეს მაჩვენებელი 50,000-ზე მაღლა აიყვანოს, დონეზე, რომელიც მისი აზრით თლიანად შეაჩერებს ოკუპაციას. ეს ემატება სისტემურ ცოცხალი ძალის დანაკარგს, რომელიც რუსეთმა განიცადა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთში დაუპულთა საერთო რაოდენობა 325,000-დან 500,000-მდეა. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, დაუპულთა რაოდენობა თითქმის 1,4 მილიონს აღწევს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სადავო იყოს, მსხვერპლის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ რუსეთს ამდენი ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაუკარგავს და ახლა მათი შევსება უჭირს. ეს ის მომენტია, როდესაც ომის საწყისი მათემატიკა სრულ წრეს აკეთებს. შეიძლება იფიქრო, რომ სიტუაცია უბრალოდ შეიცვალა და ახლა უკრაინა აღემატება მოწინააღმდეგეს, როგორც შეიარარებით, ისე რაოდენობით. ეს ასე არ არის. რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს უფრო დიდი არმია მთლიანობაში. დაახლოებით 1 მილიონი მოქმედი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული ათასი უკრაინაში ან მის მახლობლად განლაგებული. უმეტეს შეფასებებით მას რიცხობრივი უპირატესობა აქვს ბრძოლის ველზე და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საწყისი ჩამორჩენა დრონების წარმოებაში. ზოგ კატეგორიაში უკრაინას უტოლდება ან აღემატება. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც გლობალური გეოპოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას აშუქებს. ეხლა ამ პროცესის რეალური ვერსია უფრო ვიწრო და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ საპირისპიროდ გადაბრუნება. ის უზარმაზარი უპირატესობა, რაც რუსეთს 2022 წლის თებერვალში ჰქონდა, ახლა თითქმის თანაბარ მდგომარეობამდე შემცირდა. იმ კონკრეტულ ტექნოლოგიებში, რომლებიც ახლა ფრონტზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. უპილოტო სისტემებსა და მათ სამართავად გამოყენებულ დაზვერვაში ინიციატივა რეალურად უკრაინამ აიღო. ომი, რომელიც რაოდენობის შეჯიბრებით დაიწყო, ახლა ადაპტაციის შეჯიბრებად იქცა. და ადაპტაცია ის სფეროა, სადაც პატარა ქვეყანა მუდმივად უფრო სწრაფად იმოქმედა. ეს ადაპტაცია ეფუძნება ინდუსტრიულ ბაზას, რომელიც არაფრით გავს ტრადიციულ იარაღის ინდუსტრიას. როცა ფიოდოროვი უკრაინის თავდაცვის გამოფენებზე დადის, ის გადის იარაღების რიგებს შორის, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ვინმეს გარაჟში აეწყოთ, რადგან ბევრი მათგანი მართლაც ასეა ატყობილი. არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის რულონები, რომლებიც საშუალებას აძლევს დრონს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მინის ძაფით იმართოს, რაც ჯემინგისგან დაცულია, რადგან საერთოდ არ ეკენებს რადიოსიგნალს. არის ხელისგულის ზომის სადაზვერვო დრონები, ბუშტებზე დამაგრებული იარაღები და უპილოტო სახმელეთო მანქანები, რომლებიც მაგიდას გავს მიმაგრებულს პატარა ბულდოზერზე. ყველაფერი უნდა იყოს იაფი და ერთჯერადი, რადგან ფრონტზე, რომელიც დრონებითაა გაჯერებული, მათი დიდი ნაწილი მიზნამდე მისვლამდე ჩამოაგდებენ ან ააფეთქებენ. ამ მიდგომის გენიალურობა არ არის რომელიმე კონკრეტულ იარაღში, არამედ მზადყოფნაშია იაფად დააშენო, თავისუფლად დაკარგო და სწრაფად გააუმჯობესო. ფედოროვმა თავად ომით მონაცემების სხაროდ აქცია, რაც შეიძლება უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გრძელვადიან აქტივად იქცეს. მბრძოლებმა შექმნა უზარმაზარი არქივი საბრძოლო ველზე გადაღებული მასალებისა, მილიონობით ანოტირებული ვიდეოს ბიბლიოთეკა, რომლებიც გადაღებულია სადაზვერვო და დარტყმის დრონებით.
მათ შორის კადრები, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ადამიანები ბოლო წამებში, როცა დრონი უახლოვდება. თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ მონაცემთა ნაკრებებზე წდომის მიცემა მოკავშირე ქვეყნების კომპანიებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების რეალურ საბრძოლო მონაცემებზე გაწვრთნა პროექტში, რომელსაც ეწოდება Avenger Labs. ეს ასევე მომავლის ერთგვარი ხედვაა, სადაც ომის ყველაზე ძვირფასი ნადავლი აღარ არის ტერიტორია, არამედ სასწავლო მონაცემები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფიოდოროვის 13-ით ხედვას დიდი ბიძგი აქვს, ის წააწყლა ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ გვერდს ვერ აუვლის. უკრაინის სამხედრო ძალების საკუთარ მეთაურებს. მთელი ეს მომავლის შესახებ საუბარი რობოტულ ომზე რეალურ წინააღმდეგობას ითვლევს შეიარაღებულ ძალებში. იმდენად, რომ ანალიტიკოსები ღია ძალაუფლების ბრძოლაზე საუბრობენ მინისტრსა და გენერლებს შორის. ბრძოლის ველიდან წამოსული პრეტენზია ის კი არ არის, რომ ტექნოლოგია უსარგებლოა, არამედ ის, რომ დაპირებული გადასვლა უპილოტო ბრძოლაზე რეალურად უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ფიოდოროვის გამოსვლებში. ეს საუბარი ცარიელ საბრძოლო ველებზე, სადაც მხოლოდ მანქანები იბრძვიან, შეიძლება სრულიად მოწყვეტილად მოგეჩვენოთ რეალურ ომს, რომელიც ჯერ კიდევ ტალახიანი თხრილებისა და დამტვრეული სხეულების ამბავია. მაგრამ სურათი არც ისე ცალმხრივია. უკრაინის მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ტრადიციული კომბინირებული შეშეიარაღების ტაქტიკის, ჯავშან ტექნიკისა და ქვეითების მანევრირების გამოყენებით ბრძოლების მოგება გააგრძელა. იმ მეთოდებით, რომლებმაც ომის დასაწყისში უკრაინის ყველაზე დიდი გამარჯვებები მოიტანა. ამავე დროს ბევრი წინა ხაზის ბრიგადა იყენებს ყველა ტექნოლოგიურ უპირატესობას, რაც კი ხელში ჩაუვარდებათ. K2 ბრიგადის მეთაურმა, რომელიც FPV დრონების ადრეული მომხმარებელია, შეაქო ახალგაზრდა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც იმავე ენაზე საუბრობს, როგორც დანაყოფები, ადამიანი, რომელსაც აღარაფერი სჭირდება თავხსნან. ომის რეალობა ამ პოზიციებს შორის არსებულ სივრცეშია. ეს არ არის მარტივი არჩევანი ადამიანებსა და მანქანებს შორის, არამედ არეულ-დარეული სადავო ინტეგრაცია ამ ორის. და ღირს გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის საფუძველში რატომ მიუმართავთ საერთოდ მანქანებს? რობოტები ძალის დემონსტრირება კი არა, არამედ გადაღლილობაზე პასუხია. CNN-ის რეპორტაჟში ფრონტიდან ნახსენებია ორი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებმაც 11 თვეზე მეტი გაატარეს წინა ხაზის ორმოებში როტაციის გარეშე, მუდმივად დრონების მიერ ნადირობის ქვეშ და ერთ მომენტში ქვიშის სტომრებიც კი გაუთავდათ, რომლითაც თავდაცვას იშენებდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი გათენებისას 20 მილს ფეხით გადიოდა უსაფრთხო ადგილამდე, თითქმის 1 წელია ცოლთან არ უსაუბრია. მხოლოდ ჩაწერილი რადიო შეტყობინებებით ეკონტაქტებოდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლების დასაზოგადაც ავტომატიზაციაა გამიზნული. რობოტები არსებობს იმიტომ, რომ ასეთი ჯარისკაცები საკმარისი აღარ არიან და ვინც დარჩა, ისინი ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს მიღმა არიან მიყვანილები. ეს არის მთელი რევოლუციის ძრავა. არა ტექნოლოგიისადმი ენთუზიაზმი, არამედ ადამიანების ნაკლებობა და მათი კვლავ შეწირვის სურვილის არქონა. რაც საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, სადაც ფიოდოროვი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მიდის და იმ მოუსვენრობამდე, რომელიც ამას თანს. მის ხედვაში სასიკვდილო ზონა ფრონტის გასწვრივ გადაჭიმული რამდენიმე მილის სიგანის ზოლი, სადაც ყველაფერი მოძრავი დრონების მიერ ნადირობის ობიექტია. საბოლოოდ მთლიანად დაიცლება ადამიანებისგან. მანქანები მანქანებს ებრძოლებიან, ჰაერშიც და მიწაზეც და ადამიანური დანაკარგების მასშტაბი, რომელიც ამ ომს განსაზღვრავს, აღიქმება როგორც მიუღებელი. რაც აიძულებს ომს გადაიქცეს თითქმის უსისხლო პროცესად იმ მხარისთვის, რომელიც ავტომატიზაციას პირველი მოახდენს. ეს მაცდუნებელი ხედვაა და ეს არის ლოგიკური დასასრული ყველაფრის, რაც უკრაინამ შექმნა. ასევე როგორც New York Times-მა ფრთხილად აღნიშნა, ეს არის ისეთი ხედვა, რომელიც უნდა დაგვაფიქროს, რადგან ომები იშვიათად მიყვებიან სუფთა ლოგიკას. ისინი მოულოდნელ მიმართულებებში ვითარდება და თუ ადამიანურ განსჯას ამ პროცესიდან ამოვირებთ და მკვლელობის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მოქმედ მანქანას გადავცემთ, ეს შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ეს არაპროგნოზირებადობა, ვიდრე შეამციროს იგი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა მკაცრი ზღვარი გაავლეს იმ იარავებზე, რომლებიც მიზნებს ადამიანის არსებითი კონტროლის გარეშე ირჩევენ და უტევენ. და ეს ზუსტად იზვარია, რომლის გადაკვეთასაც ფედოროვის მისწრაფება ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე უკრაინა ეგრეთ წოდებული დახმარებით ომს აწარმოებს და არა ავტონომიურს. იყენებს დაზვერვას, რათა მცირე ძალა უფრო გრძელ ფრონტზე გაანაწილოს და მტერს უფრო სწრაფად მიაყენოს ზიანი, ვიდრე მას შეუძლია დანაკარგების შევსება. უკრაინის უპილოტო არსენალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ შექმნა კიევის თავდაცვის სექტორმა ინოვაციების თვალწამტაცი სპექტრი, რეაქტიული ბომბდამშენი დრონებიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამიკაძე მკვლელ რობოტებამდე. მაგრამ ბოლო დამატება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი აქამდე. გაცნობებთ ზღვის სამკბილას. 10 ტონიან ზღვის ურჩხულს, რომელსაც იმდენი საბრძოლო ძალა აქვს, რომ კრემლის შავი ზღვის ფლოტის არსებობს კი არსებობასაც კი ემუქრება. არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ეს ახალი დრონი შეიძლება მართლაც გარდამტეხი რესურსი აღმოჩნდეს. უკრაინის შეიარაღებულ დალებს თავდასხმისა და თავდაცვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, ხოლო რუსეთს მართლაც უზარმაზარ ახალ საფრთხეს შეუქმნის. ზღვის სამკბილა პირველად პარიზში, ევროსატორი 2026-ის ღონისძიებაზე წარადგინეს. Eurosatory 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და ეს არის ხმელეთისა და საჰაერო ხმელეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა. ის 10,000-ობით სტუმარს იზიდავს.
ათასობით გამომოფენით ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთ უახლეს სამხედრო ინოვაციებს აჩვენებენ. ტანკებისა და სატვირთოების მსგავსი მანქანებიდან დაწყებული, მსუბუქი იარავით, საკომუნიკაციო სისტემებით და ასე შემდეგ. ბოლო წლებში ამ ღონისძიებაზე უკრაინის თავდაცვის სექტორის მზარდი მონაწილეობა შეინიშნება, რომელიც სწრაფად იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და საუკეთესოდ. და 2026 წლის გამოფენაზე კიევში დაფუძნებული თავდაცვის კომპანია Global Mark-ი ესწრებოდა, რათა თავისი უძარმაზარი წყალქვეშა უპილოტო აპარატით მსოფლიო გაეოცებინა. მისი სიგრძე შთამბეჭდავი 10 მეტრია, ანუ 32.8 ფუტი, სიგანე 2 მეტრი, ანუ 6.5 ფუტი, ხოლო სიმაღლე 1.5 მეტრი, ანუ 4.9 ფუტი. ეს ჩვეულებრივი დრონი ნამდვილად არ არის. ეს უფრო სუპერგაბარიტულ ტორპედოს გავს, ყოველ შემთხვევაში, ვიზუალური მხრით. მისი წონა უზარმაზარი 10.000 კილოგრამია, ანუ 22.000 ფუნტი, რაც მას უკრაინის არსენალში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დრონად აქცევს და შეუძლია ასევე შთამბეჭდავი ტვირთის 1000 კილოგრამის, ანუ 2200 ფუნტის გადატანა. Global Mark-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ამ დრონს აქვს მოქმედების რადიუსი 2000 საზღვაო მილის ფარგლებში და მაქსიმალური სამუშაო სიღრმე 60 მეტრი, ანუ დაახლოებით 200 ფუტი. მას შეუძლია იმოძრაოს მაქსიმალური სიჩქარით 10 კვანძი, ანუ 18.5 კილომეტრი საათში, ან 11.5 მილი საათში, ხოლო საკრუიზო სიჩქარე უფრო ახლოსაა 6 კვანძთან, ანუ დაახლოებით 11 კილომეტრი საათში, ან 7 მილი საათში. დეველოპერმა ასევე განაცხადა, რომ Sea Trident შექმნილია სხვადასხვა ტიპის მისიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება მხოლოდ თავდასხმითი დანიშნულების იყოს, Global Mark ამტკიცებს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ლოგისტიკური და სატრანსპორტო ამოცანებისთვის, მაგალითად, ტვირთის გადაზიდვებისთვის, ასევე დართვმითი მისიებისთვის და თავდაცვითი ოპერაციებისთვის, როგორიცაა მოწინააღმდეგის წყალქვეშა უპილოტო აპარატების შეჩერება და განეიტრალება. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიას ჯერ არ გაუმჟღავნებია რა ეტაპზეა პლატფორმის განვითარება, ან როდის შეიძლება დაითხოვს მისი გამოყენება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ Global Mark-მა ეს დრონი Eurosatoris ღონისძიებაზე წარადგინა, მიუთითებს, რომ მისი განვითარების პროცესი საკმაოდ შორს არის წასული. და Sea Trident-მა უკვე შეაშინა რუსეთი. ქვეყნის ერთ-ერთმა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმირ იერანოსიანმა, რომელიც მოსკოვში რუსეთის ფედერაციის მთავრობის ფინანსური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, თავისი მოსაზრებები გააზიარა Sea Trident-ზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყოველკვირეულ გაზეთთან, AIF-თან ინტერვიუში. თავდაპირველად იერანოსიანმა სცადა ინოვაცია ნაკლებად მნიშვნელოვანი წარმოეჩინა. მან განაცხადა, რომ ზღვის ტრაიდენტი სინამდვილეში არ იყო ნამდვილი უკრაინული ინოვაცია, არამედ სავარაუდოდ შედგებოდა სხვადასხვა ნაწილებისგან, რომლებიც წარმოებული იყო დასავლეთის ქვეყნებში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, გერმანია და შეერთებული შტატები. მან ასევე მიანიშნა, რომ Global Mark-ს შესაძლოა მოეტყუებინა ან გადაემეტებინა დრონის ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ. სანამ აღიარებდა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია პორტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის მრავალ ობიექტზე თავდასხმისთვის, მაგალითად ზღვის ტერმინალებზე ან ნავთობისა და გაზის პროდუქტების ჩოდუქტის სატვირთვის სადგურებზე, ხიდებზე, კაშხალებზე და შესაძლოა ჰიდროელექტროსადგურებზეც. ექსპერტმა შემდეგ დაამატა: დაგზმონებული ვარ, მტერი შეეცდება ზღვის ტრაიდენტის დახმარებით ჩაძიროს რუსეთის ფლოტის დიდი სამხედრო გემები ან წყალქვეშა ნავები. შემდეგ მან გააგრძელა კრემლის სტილის ჩვეულებრივი პროპაგანდის გავრცელება და განაცხადა, რომ რეალურად არ არსებობს შეშფოთების საფუძველი, რადგან რუსეთს წარსულშიც არაერთი უკრაინული და დასავლური დრონი დაუპირისპირა და მათთან ადაპტაცია მოახდინა. მან ჩამოაყალიბა პოტენციური თავდაცვის საშუალებების სია, რომლებსაც კრემლი ამ საფრთხის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს. მაგალითად, პორტის შესასვლელზე ბარიერები, სპეციალური მოსასმენი პოსტები, რომლებიც წყალქვეშა საფრთხეების ხმებს დააფიქსირებენ, და სამხედრო მკვინთავები, რომლებიც სტრატეგიულ სანაპირო ადგილებს პატრულირებენ. თუმცა რეალურად არც ერთი ეს ზომა საკმარისი არ იქნება იმ მასშტაბური საფრთხის წინააღმდეგ, რომელსაც Sea Trident-ი წარმოადგენს. მისი თანამედროვე ნავიგაციის სისტემები საშუალებას მისცემს მას მარტივად აიცილოს ან გადალახოს რუსული ბარიერები, შეცვალოს სიღრმე და ტრაექტორია, რათა დაუსჯელად დაარტყას მიზნებს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ იერანოსიანი ამტკიცებს თითქოს კრემლის ძალებმა წარმატებით გაუმკლავდნენ უკრაინის დრონებს წარსულში, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ამას უარყოფს. მართლა, ომი ახლა იმ ეტაპზეა მისული, რომ თითქმის არც ერთი დღე არ გადის ახალი ცნობების გარეშე, რომლებიც კიდევ ერთ უკრაინულ დრონულ იერიშს ეხება რუსულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას. კიევის ძალები სისტემატურად ანადგურებენ რუსულ სამიზნეებს ერთის შემდეგ ერთს, აზიანებენ და ანადგურებენ ყველაფერს, საზღვაო ხომალდებიდან დაწყებული ნავთობის ტერმინალებითა და საბრძოლო მასალის საწყობებით დამთავრებული და კრემლის არმია არაერთხელ ვერ შეძლო მათი შეჩერება. მისი რადარები ძალიან ნელა რეაგირებენ. საჰაერო თავდაცვა არასაკმარისია, ხოლო მისი ძალები კვლავ და კვლავ მოულოდნელად ხვდებიან თავდასხმას. ეს იგივე სიმართლეა როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე, რადგან ხედავთ, რომ უკრაინის ძალები ეფექტურად იყენებენ როგორც საჰაერო, ასევე წყალზე დაფუძნებულ დრონებს და რაკეტებს, რათა განახორციელონ მრავალი წარმატებული დარტყმა რუსულ გემებზე შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. სინამდვილეში ეს თავდასხმები ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, ომის საწყის ეტაპზე.
ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ კონფლიქტის დაწყებიდან, მაგალითად 2022 წლის მარტში, უკრაინამ გამოიყენა ტოჩკაუ ბალისტიკური რაკეტა, რათა ჩაეძირა დიდი რუსული სადესანტო გემი ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ უკრაინის ძალებმა აღნიშნეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება, როდესაც მათ საკუთარი ნეპტუნის ანტისაზღვაო რაკეტებით გაანადგურეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი, სარაკეტო კრეისერი მოსკვა. შემდეგ თვეებში ჩვენ ვიხილეთ სადესანტო ნავების, შეტევითი კატერებისა და დამხმარე ხომალდების დაზიანება ან სრულად განადგურება. და როგორც უკრაინის ძალები წლების განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდებოდა, დრის კიდევ უფრო მეტი ხომალდი განადგურდა. ამ დარტყმებისგან არც რუსეთის წყალქვეშა ნავები იყვნენ დაცულნი. მაგალითად, 2023 წლის სექტემბერში უკრაინულმა რაკეტებმა გაარღვიეს როსტოვ-დონზეს კორპუსი, ხოლო 2025 წლის დეკემბერში უკრაინამ როგორც საჰაერო, ასევე ზედაპირული დრონები გამოიყენა რუსეთის 636 პროექტის წყალქვეშა ნავის დასარტყმელად. კიევის ძალებმა ასევე გაანადგურეს სარკინიგზო ბორანები, რომლებიც რუსეთს კრიმში მარაგების მიწოდებაში ეხმარებოდა, რაც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს ნელ-ნელა საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას აკლებს. და კონფლიქტის ყოველ წელს სხვადასხვა ზომისა და კლასის არაერთი გემი ჩაძირულა მარილიან სიღრმეებში, ან გადაყვანილა ძვირადღირებული შეკეთებისთვის. ეს თავდასხმები იმდენად ეფექტური და გავლენიანი აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად გაანეიტრალეს შავი ზღვის ფლოტი. როდესაც კრემლის სარდალებმა დაინახეს, რომ მათი გემების რაოდენობა იზრდებოდა დაზიანებულთა შორის და არ ჰქონდათ საჭირო თავდაცვა უკრაინის უპილოტო აპარატებისა და რაკეტების წინააღმდეგ, დაიწყეს მათი უფრო და უფრო უკან გადაყვანა კონფლიქტის ზონიდან. დროის გასვლასთან ერთად შავი ზღვის აკვატორიაში სულ უფრო ნაკლები რუსული გემი მოძრაობდა. მათი უმეტესობა უბრალოდ პორტებში ან გემსარემონტო ქახნებში იდგა, იმალებოდა და იმედოვნებდა, რომ უკრაინა მათ თავს დაანებებდა. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავდა, რომ სულ უფრო ნაკლები ხომალდი უშვებდა კალიბრის კლასის რაკეტებს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ მოქმედებით უკრაინამ შეძლო რუსეთის დაბომბების ძალის შემცირება და ამ პროცესში უამრავი სიცოცხლის გადარჩენა. მოკლედ რო ვთქვათ, შავი ზღვის ფლოტი აქტიური და ძლიერი საფრთხიდან რუსეთისთვის ნამდვილ ტვირთად გადაიქცა. იმის დაცვად, რომ თავისი საზღვაო ხომალდები მოწინააღმდეგის დასარტყმელად და სახმელეთო უპირატესობის გასაზრდელად გამოეყენებინა, კრემლი ახლა თითქმის ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს ამ რესურსებისგან და უმეტეს დროს ფულსა და რესურსებს მათ დაცვასა და შეკეთებაში ხარჯავს. და ამ ყველაფერში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ უკრაინამ ეს ყველაფერი ტრადიციული საზღვაო ფლოტის გარეშე შეძლო. ის ძირითადად დრონებსა და რაკეტებს ეყრდნობოდა, რათა დაემარცხებინა ის, რაც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საზღვაო ძალად ითვლებოდა. და ზღვის სამკმილა პოტენციალს აძლევს, რომ უკრაინის საზღვაო ოპერაციები ახალ საინტერესო დონეზე აიყვანოს. ეხლა სანამ განვიხილავთ, როგორ შეიძლება გამოყენებული იქნას ეს ახალი წყალქვეშა დრონი და რა უნიკალურ უპირატესობებს მოაქვს მას, უნდა ითქვას, რომ ამის მსგავსი კიდევ ბევრი. ასე რომ, თუ მილიტარი შოუდან სარგებელს ირებთ, არ დაგავიცლეთ გამოწერა. უკრაინას ადრე უკვე გამოუყენებია წყალზე დაფუძნებული დრონები. მაგალითად, არსებობს საზღვაო ავტონომიური სადარაჯო უპილოტო რობოტული აპარატი, ანუ მაგურა V5. ის შექმნილია უკრაინის მთავარი სადაზვერო სამმართველოსთვის, გურსთვის და შეუძლია სხვადასხვა ამოცანის შესრულება, მათ შორის მეთვალყურეობა, დაზვერვა, საზღვაო პატრულირება, ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლა, საძიებო სამაშველო და საბრძოლო მისიები. ეს დრონები სამსახურში შევიდა 2023 წელს, ხოლო შემდეგ წლებში გამოჩნდა V6 და V7 მოდელები. დაახლოებით $267,000 ღირს თითოეული ერთეული. მაგურავი V5 საოცრად ეფექტური აღმოჩნდა ბრძოლის ველზე და პირდაპირ შეუწყო ხელი მრავალი რუსული ხომალდის განადგურებას. მათ შორის კულაგის კლასის სადესანტო ნავი, ტარანტულის კლასის სარაკეტო კორვეტები და საპატრულო ხომალდები. მაგურას თავისი საზღვრები აქვს. მაგალითად, V5-ის მაქსიმალური ტვირთამწეობა დაახლოებით 300 კილოგრამი, ანუ 660 ფუნტია, ხოლო მოქმედების რადიუსი დაახლოებით 800 კილომეტრი, ანუ 500 მილი. მაშინაც კი როცა უფრო განვითარებული V7 ვერსია, მას შეუძლია მხოლოდ 650 კილოგრამიანი, ანუ 1433 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი გადაიტანოს მაქსიმუმ 1000 კილომეტრზე, ანუ 620 მილზე. ზღვის სამკმილო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია. ის უფრო დიდია, მასიური და შეუძლია მნიშვნელოვნად მეტი საბრძოლო ძალის გადატანა ბევრად უფრო დიდ მანძილზე. ის ფაქტი, რომ მას შეუძლია 1000 კილოგრამამდე, ანუ 2200 ფუნტამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა, მას სრულიად განსხვავებულ კლასში აყენებს უკრაინის მიერ ამჟამად გამოყენებულ სხვა დრონებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა დრონებს მხოლოდ ზედაპირული ზიანის მიყენება შეუძლიათ რუსულ ხომალდებზე, ზღვის სამკბილო იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ყველაზე დიდი სამიზნეც კი გაანადგუროს. გარდა ამისა, რადგან ეს მძიმე დრონი წყლის ზედაპირის ქვეშ მოქმედებს, მას უნდა შეეძლოს წყალქვეშა ნავებისა და კრეისერების ყველაზე სუსტ ადგილებში დარტყმა. მათი კორპუსებში ხვრელების გაჩენა, რაც სწრაფად გამოიწვევს წყლით ავსებას და ჩაძირვას, მანამდე სანამ ეკიპაჟი საგანგებო შეკეთებას შეძლებს. ზღვის სამკბილოს უზარმაზარი მოქმედების რადიუსი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც ამ სისტემას უკრაინის მიერ აქამდე გამოყენებულ სხვა დრონებზე მაღლა აყენებს. რადგან მას შეუძლია 2000 საზღვაო მილის გავლა, რაც იგივეა როგორც ოდესიდან უკრაინის სამხრეთ სანაპიროდან,
ესპანეთის ან ალჟირის სანაპიროებამდე მგზავრობა. ზღვის სამკბილო უპრობლემოდ გადაკვეთს მთელ შავ ზღვას. ფაქტობრივად მას საკმარისი მოქმედების რადიუსი აქვს, რომ უკრაინიდან რუსულ პორტ ქალაქებამდე, მაგალითად ნოვოროსიისკამდე ან ოკუპირებულ ყირიმის პორტ სევასტოპოლამდე მიაღწიოს, შემდეგ კი უკან უკრაინაში დაბრუნდეს სათვავის ამოწურვის რისკის გარეშე. ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უსაზღვრო შესაძლებლობებს უხსნის, რომ მომავალში დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთი ოპერაციები. ასეთი იარაღის არსენალში ქონით, მათთვის უფრო ადვილი იქნება რუსეთის გემებსა და სხვა საზღვაო საშუალებებზე დამანგრეველი დარტყმების ორგანიზება, ხოლო კრემლს ფაქტობრივად არ ექნება საშუალება, რომ თავისი გემები დაიცვას. თუნდაც რომ მათი ნაწილი ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში სხვა პორტ-ქალაქებისკენ გადაიყვანონ, Sea-Trident-ი მაინც შეძლებს მათი პოვნასა და განადგურებას. ის ფაქტი, რომ Sea-Trident-ი წყლის ზედაპირის ქვემოთ გადაადგილდება, რუსეთისთვის სრულიად განსხვავებულ გამოწვევად აქცევს მას, ვიდრე ზედაპირული დრონი, როგორიცაა მაგურა V5. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირული დრონები ისეა დაპროექტებული, რომ მათი აღმოჩენა რთული იყოს, ისინი მაინც შეიძლება შენიშნონ თვითფრინავებმა ან ზემოდან ფრინავმა დრონებმა. თუმცა, რადგან Sea-Trident-ი წყალქვეშ 60 მეტრამდე სიღრმეზე გადაადგილდება, მისი ზემოდან აღმოჩენა შეუძლებელი იქნება. რუსეთს მოუწევს წყალქვეშა მკვინთავთა ჯგუფებსა და თანამედროვე რადარის ან სონარის სისტემებზე დაყრდნობა, რომ ამ დრონების აღმოჩენის შანსი კონდეს. ესეც უნდა დაეხმაროს უკრაინას, როდესაც საქმე მტრის ხომალდებზე მოულოდნელი დარტყმების განხორციელებას შეეხება ქვემოდან. და თავად ის ფაქტი, რომ ესეთი დრონი არსებობს, შიშს ჩაუნერგავს რუს მეზღვაურებსა და საზღვაო ძალების პერსონალს. რადგან მაშინაც კი თუ წყალი სუფთა ჩანს, ეცოდინებათ, რომ 2200 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი შეიძლება მაინც მათკენ მოდიოდეს, ტალღების ქვეშ დამალული. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკვე რამდენიმე წელია შეშინებულია, ხოლო ზღვის სამკბილო მას სრულიად ახალ კოშმარს უმატებს. ეს შეიძლება კიდევ უფრო დააფრთხოს კრემლის საზღვაო სარდლები და აიძულოს, რომ გემები სანაპიროსთან ახლოს ან პორტში დატოვონ, მიდრე ზღვაში გაუშვან უკრაინულ სამიზნეებზე რაკეტების სასროლად და დრონების გასაშვებად. და სარგებელი ამით არ სრულდება. ევროსატორის გამოფენის დროს Global Mark-მა ასევე განაცხადა, რომ ზღვის სამკბილო აღჭურვილია ავტონომიური მართვის სისტემებითა და ადაპტური ნავიგაციით. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია შორ მანძილზე მისიების შესრულება ოპერატორის მინიმალური ჩარევით. სხვა სიტყვებით, ამ უჩხულს პილოტიც კი არ სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში მას შეუძლია დაეხდნოს საკუთარ ჩაშენებულ ხელოვნურ ინტელექტის სისტემებს, რომლებიც ეხმარება დანიშნულების ადგილამდე მისვლაში, გზაში კურსის კორექტირებით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს მისთვის დასახული ნებისმიერი მიზნის მიღწევის შანსი. და როგორც თავად შემქმნელმა აღნიშნა, ამ დრონს შეიძლება დაევალოს საოცრად ფართო სპექტრის ამოცანები. მისი ყველაზე აშკარა გამოყენება იქნებოდა ტვირთის მიტანა მტრის ხომალდამდე და ქვემოდან შეჯახება, რაც გამოიწვევს დამანგრეველ აფეთქებას, სეილ აფეთქებას, რომელიც სწრაფად ჩაძირავს უმეტეს გემს. თუმცა მას საერთოდაც არ სჭირდება ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარება. Global Mark აღნიშნავს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას წყლის ზედაპირებზე მარაგების გადასატანად, რაც მომავალში შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ უკრაინის ძალები სცდიან ყირიმის სრულად გათავისუფლებას, ან თუ მათ დასჭირდებოდათ საბრძოლო მასალისა და სხვა რესურსების გადატანა, ერთი სანაპირო მდებარეობიდან ან პორტიდან მეორეში, მინიმალური ალბათობით, რომ ისინი გზაში იქნა შეჩერებული. ოპერაციული შესაძლებლობები უბრალოდ უსასრულოა, ხოლო მწარმოებელი ასევე აღნიშნავს, რომ ზღვის სამკბილოს დრონები შეიძლება გამოყენებულ იქნას მეგობრული წყლების პატრულირებისთვის და მტრის დრონების შესაჩერებლადაც. მოკლედ, ეს არის საოცრად მრავალმხრივი დამატება უკრაინის დრონების არმიისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სხვა დრონი, ის სრულყოფილი არ არის. მას აქვს თავისი შეზღუდვები, რომლებსაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებს მოუწევთ ადაპტირება, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ იარაღის რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოყენებას. მაგალითად, ეს ყველაზე სწრაფი დრონი არ არის. მაგურა V5-ის შეუძლია მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს დაახლოებით 42 კვანძამდე, რაც შეადგენს დაახლოებით 68 კმ/სთ-ში ან 48 მილს/სთ-ში. ხოლო მისი საკრუიზო სიჩქარეა დაახლოებით 22 კვანძი, 81 კმ/სთ-ში ან 25 მილები/სთ-ში, მაშინ როცა Sea-Trident-ი მნიშვნელოვნად ნელა მოძრაობს. ეს შესაძლოა უფრო ადვილად გახადოს მისი შეჩერება, თუ რუსეთი შეძლებს მისი აღმოჩენის გზის პოვნას. თუმცა აშკარაა, რომ ის მზადდება მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით. და ის ფაქტი, რომ ასე ნელა მოძრაობს, შეიძლება ნაკლებად სახიფათოდ წარმოაჩინოს რუსული რადარის ეკრანებზე. მაგალითად, ის შეიძლება უფრო დიდ თევზს ან წყალში მცურავ ნამსხვრევს ჰგავდეს, ვიდრე დაუყოვნებლივ საფრთხეს აფეთქების მხრივ. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ Sea-Trident შეუძლია წყალქვეშ მოქმედება, ის ძალიან ღრმად ვერ ჩავა. მისი მაქსიმალური 200 ფუტიანი ჩაძირვის სიღრმე მას შეუფერებელს ხდის ღრმა ზღვის ან ოკეანის ტიპის დარტყმებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის ძირითადად გამოიყენება მეჩხერ წყლებში და სანაპირო ზონებში. რაც შეეხება უკრაინას, ეს დიდად მნიშვნელობას არ წარმოადგენს. უკრაინის ძალებს არ სჭირდებათ ზედმეტად იდარდონ რუსული გემები ზღვაში შეტევაზე, რადგან მათი უმეტესობა დროს ატარებს მეჩხერ წყლებში მდებარე ნავმისადგომებსა და პორტებში, სწორედ იმ ადგილებში, რისთვისაც შეიქმნა Sea-Trident-ი. ეს რუსი მეთაურებისთვის ნამდვილ ჩიხურ მდგომარეობას ქმნის.
თუ ისინი გემებს პორტიდან ღია ზღვაში გაიყვანენ, ისინი ბევრად უფრო დაუცველები გახდებიან საჰაერო დრონების ან რაკეტების დათქმების მიმართ, რაც შეიძლება ჩაძიროს ისინი მანამდე, სანამ ბაზაზე დაბრუნებას მოასწრებენ. თუ კი ისინი გემებს პორტში დატოვებენ, მომოკვდინებელი Sea Trident-ის დრონები მარტივად შეძლებენ მათ განადგურებას. გარდა ამისა, ეს ახალი მძიმე დრონი შეიძლება გამოყენებული იქნას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვისაც. მაგალითად, ყირიმის ხიდის საყრდენ ბოძებზე ან პორტებზე, სადაც ნავთობი და სხვა რესურსები იტვირთება რუსეთის Shadow Fleet-ის ტანკერებზე. საერთო ჯამში ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამატებაა უკრაინისთვის. ეს ასევე არის მტკიცებულება ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის გამტრიახობისა, რომელიც განაგრძობს გაძლიერებას და განვითარებას. მაშინ როცა რუსეთი უამრავ პრობლემას ებრძვის, დაწყებული ჩავარდნილი ეკონომიკიდან, დაამთავრებული გაჩერებული ფრონტის ხაზის ძალებითა და კატასტროფული დანაკარგებით, უკრაინა მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად აგრძელებს თავის საქმეს, როგორც ფრონტზე, ისე მის მიღმა. მისი ჯარისკაცები და დრონების ოპერატორები აგრძელებენ ტრისთვის დამანგრეველი დანაკარგების მიყენებას, ხოლო თავდაცვის კონტრაქტორები განაგრძობენ ინოვაციებსა და წარმატებას. მათ აწარმოებენ იარაღის, ტექნიკისა და უპილოტო სისტემების სულ უფრო ფართო სპექტრს, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. უკრაინა აგრძელებს სარგებელს იღებს ნატოს მოკავშირეების გულუხვი მხარდაჭერით. როდესაც წარმოიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალებს, გონება ავტომატურად მიდის აშკარა მაგალითებზე. შეერთებული შტატების საჰაერო ძალები, ნატოს გაერთიანებული საჰაერო ძალები, რომლებიც შედგება მეხუთე თაობის გამანადგურებლების ესკადრილიებისგან, მილიარდიანი ბიუჯეტებისგან და 10 წლეულების განმავლობაში დახვეწილი დოქტრინისგან. მაგრამ ბოლო 4 წლის განმავლობაში უკრაინის ცაზე რაღაც ხალიფდება, რაც არც ერთ ამ კატეგორიაში არ ჯდება. ყველაზე მოკლედ რო ვთქვათ, ყოველდღიურად საბრძოლო დრონებით მებრძოლი ადამიანების რაოდენობა ჩუმად გაიზარდა ისეთ მასშტაბამდე, რომელსაც მსოფლიოში ძალიან ცოტა არმია გაუტოლდება. უკრაინამ შექმნა საჰაერო საბრძოლო ძალა ისეთ მასშტაბზე, როგორცაც ნატო თავისი მთელი ფინანსებითა და ინსტიტუციური გამოცდილებით არასდროსაც არ უცდია. და ისტორია იმის შესახებ თუ როგორ შექმნეს ეს ძალა, თითქმის ყველაფერს გეტყვით იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს ეს ომი დღეს. დავიწყოთ ციფრებით, რადგან ისინი მართლაც ძნელად დასაჯერებელია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დაახლოებით 80,000 სამხედრო მოსამსახურე ერთგვარად ან სხვაგვარად ჩართულია დრონების ოპერაციებში. ამ რიცხვში ზუსტად რამდენი გაწვრთნილი პილოტია, გასაიდუმლოებულია. უკრაინა ამას არ აქვეყნებს და როგორც ნახავთ, ამისთვის ძალიან კარგი მიზეზები აქვს. მაგრამ წინა ხაზის ოპერატორები და დანაყოფების მეთაურები აფასებენ, რომ ამ ჯარისკაცებიდან დაახლოებით 25,000-დან 40,000-მდე აქტიური საბრძოლო დრონის პილოტია. ესენი არიან მამაკაცები და ქალები, რომლებიც სამხედრო ძალების ყველა შტოში რუსული ძალების წინააღმდეგ მართავენ რობოტულ საფრენ აპარატებს. ესეც ფრინავი ადამიანების შეფასებებია და არა ოფიციალურად გამოქვეყნებული ბრძოლის განრიგი. ხოლო რეალური რიცხვი ოპერაციული საიდუმლოების კედლის მიღმაა დამალული. მაგრამ ამ დიაპაზონის ყველაზე კონსერვატიული შეფასებაც კი გამორჩეულია. რომ გაიგოთ რატომ, ეს უნდა შეადაროთ ტრადიციულ საჰაერო ძალებს. აიღეთ იტალიის საჰაერო ძალები და დაითვალეთ ყველა. ფრინავები, მექანიკოსები, ამინდის პროგნოზის შემდგენები, მზარეულები, გენერლები და მათი ყველა შტაბის ოფიცერი. ოფიციალური მონაცემებით მათი რაოდენობა სადღაც 25,000-დან 43,000-მდეა. რა თქმა უნდა, მხოლოდ დაახლოებით 1,500 მათგანი არის რეალური მფრინავი. შეერთებული შტატები თავის მხრივ მთელ ევროპაში დაახლოებით 30,000-დან 25,000-მდე ავიაციას განალაგებს და მხოლოდ 2,000-დან 3,000-მდე მათგანი დაფრინავს. ეხლა მოდი უფრო დიდ ჯამს შევკრიბოთ და ჩავთვალოთ ყველა ნატოს მფრინავი ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ. ყველა სწრაფი რეაქტიული აქტიული თვითმფრინავის პილოტი, სატრანსპორტო, სატანკერო და ვერტფრენის ეკიპაჟი ყველა ევროპული წევრი სახელმწიფოდან რუკაზე ჯამში დაახლოებით 15,000 ავიატორს შეადგენს. ეს არის ნატოს ევროპული ფრთის მთლიანი საჰაერო პილოტების ძალა. უკრაინის საბრძოლო დრონების პილოტების რაოდენობა მინიმალური შეფასებითაც კი უკვე აღემატება ამ რიცხვს. მაქსიმალური შეფასებით კი ეს რიცხვი ორჯერ მეტზე მეტია. ასეთი შედარება სრულიად ცვლის წარმოდგენას იმაზე, რაც უკრაინამ რეალურად შექმნა. ეს უბრალოდ დრონების პროგრამა არ არის, არამედ ფაქტობრივად დასავლეთ სამყაროში ყველაზე დიდი საბრძოლო ავიაციის ძალაა. და ეს ძალა თითქმის ნულიდან მთლიანად ომის დროს შეიქმნა. ამ ძალაში კი არსებობს ელიტური კორპუსი, რომელსაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები, ანუ SBS, უკრაინული აბრევიატურით ეწოდება. ეს არის სპეციალური სამხედრო შტო, რომელიც რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. ხოლო 2026 წელს მასში დაახლოებით 15,000 ადამიანი მსახურობს. მაგრამ SP-ის მხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო და პროფესიონალიზებული ნაწილია მთლიანობისა. ამასთან ერთად სპეციალური დრონების დანაყოფები ახლა მოქმედებენ 100-ზე მეტ მანევრირების ბრიგადაში და თითქმის 500 ცალკეულ ბატალიონსა და პოლკში. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც სათაურის ციფრი შეიძლება ფარავდეს. დრონები არ არის სპეციალური შესაძლებლობა, რომელიც უბრალოდ მიემატა უკრაინის არმიას. ისინი არმიის ძირითადი ბრძოლის საშუალება გახდნენ, ბრძოლის საშუალება და ეს გადაჭარბება არ არის.
დაფიქრდით, რაზე არიან ეს პილოტები რეალურად პასუხისგებელნი ბრძოლის ველზე. 2026 წლის მაისის დასაწყისში უკრაინელი ოფიციალური პირები და დამოუკიდებელი ანალიტიკოსები აფასებდნენ, რომ დრონები რუსული დანაკარგების დაახლოებით 70-დან 90%-მდე შეადგენენ. პოლონურმა კვლევითმა ინსტიტუტმა OSW მსგავსი დასკვნა კიდევ უფრო ადრე, 2025 წლის ოქტომბერში გააკეთა. რუსული დანაკარგების დაახლოებით 70-80% და ფრონტის ხაზზე განადგურებული ტექნიკის თითქმის 85% უპილოტო სისტემებს მიაწერა. რა თქმა უნდა, არავის შეუძლია ბრძოლის ველი რეალურ დროში შეამოწმოს და უკრაინულ წყაროებს აქვთ ყველა мотиваცია, რომ საკუთარი წარმატებები გაამახვილონ. მაგრამ ანალიტიკოსები სხვადასხვა ინსტიტუტებიდან მაინც ერთსა და იმავე მაჩვენებლებზე ჩერდებიან, რაც თავისთავად ბევრს ამბობს. უკრაინულმა მხარემ კი ამაზე კონკრეტული ციფრებიც დაასახელა. მიხაილო ფედოროვმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა და დრონების პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინულმა დართვმითმა და ბომბდამშენმა დრონებმა 2025 წლის განმავლობაში თითქმის 820,000 დადასტურებული დარტყმა განახორციელეს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი დრონების ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა. ამ მონაცემებით იმ წელს განადგურებული ყველა რუსული სამიზნის 80%-ზე მეტი დრონების მიერ იქნა განადგურებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ადგილობრივი წარმოების იყო. SPS-ის მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინის თვალთვალის სისტემა მხოლოდ დრონების მიერ მოკლული ან დაჭრილი 146,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დააფიქსირა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე 5 თვის განმავლობაში. თუნდაც ეს მონაცემები ოდნავ გადაჭარბებული იყოს, მათი აღწერილი მასშტაბი შეესაბამება იმას, რასაც გარე დამკვირვებლები ხედავენ და ასევე იმ ფაქტს, თუ რამდენად გაჩერებულია ფრონტის ხაზი რუსული წინსვლის ნაკლებობის გამო 2025 წლის განმავლობაში. აქ კუმულაციურმა ეფექტმა ფაქტობრივად ფიზიკურად შეცვალა ბრძოლის ველი. არ არის არაგულწრფელი უკრაინის ომის აღწერა, როგორც მანქანების ომი, სადაც ფრონტს სულ უფრო ნაკლებად აკავებს მასობრივი ქვეითი ძალა და უფრო მეტად მცირე დრონების ეკიპაჟები და მათი მიერ კონტროლირებადი საფრენი აპარატები. უკრაინის შიდა მონაცემებმა აჩვენა, რომ დრონები შეადგენდნენ დაახლოებით 69%-ს დარტყმებისას რუს ჯარებზე და 65%-ს ტექნიკასა და აღჭურვილობაზე. ჯერ კიდევ 2024 წელს და ეს წილი მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა. დრონების სასიკვდილო ზონა ახლა ფრონტის ხაზის მიღმა დაახლოებით 20 კილომეტრს აღწევს, რაც რუსულ ლოჯისტიკას აღჭობს, აიძულებს მომარაგების კოლონებს დაიშალონ და ერთეულებად ან წყვილებად იმოძრაონ. ხოლო საკვების და ამუნიციის წინა ხაზზე მიტანა ყოველდღიურ ტანჯვად აქცევს. უკრაინელი მეთაურები ფრონტის გრძელ მონაკვეთებზე ნაკლები ჯარისკაცითაც კი შეძლებენ პოზიციების დაცვას და გადარჩენას. სწორედ იმიტომ, რომ დრონები ზრდიან მათ შესაძლებლობებს და მოქმედების არეალს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა იმ ინდუსტრიული ბაზის გარეშე, რომელიც უკრაინამ ნულიდან შექმნა. 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი ბოიევმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია ქვეყანას შეეძლება იმ წელს 7 მილიონზე მეტი FPV დრონის წარმოება. ეს თითქმის 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2024 წელს იყო. მთელი ინდუსტრია მოიცავს 160-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც ქვეყანაში FPV დრონებს აწარმოებენ. ეს სრულიად საპირისპიროა იმასთან, როგორც უკრაინამ დაიწყო 2022 წლის დასაწყისში, როდესაც იაფფასიან დრონებს ჩინეთიდან ყიდულობდა და მათ თვითნაკეთი ყუმბარებითა და ნაღმებით აღჭურვავდა. ასე რომ უკრაინას არა მხოლოდ ხავს ადამიანები, რომლებიც დრონებს მართავენ, არამედ აქვს სხვადასხვა მოდელის დრონები, რომლებიც სპეციალურად ფრონტის პირობებისთვისაა შექმნილი. და საუკეთესო ის არის, რომ დრონები მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ არის შეზღუდული. იგივე სამრეწველო ბაზა აწარმოებს შორმანძილზე მოქმედი დარტყმის დრონებს, რომლებმაც რუსეთში 1500 კილომეტრზე შიგნით მდებარე ობიექტებსაც კი მიაღწიეს. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინა უთევს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, საბრძოლო მასალის სატყობებსა და სამხედრო აეროდრომებს იმ მანძილზე, რომელზეც დასავლეთის მთავრობები ადრე თავიანთი მიწოდებული იარავით დარტყმის ნებართვას არ აძლევდნენ. 2024 წელს რამდენიმე თვიანი დებატი მიმდინარეობდა ატაკამესის გამოყენებაზე, რომლის მოქმედების რადიუსიც რამდენიმე ასეული კილომეტრია. 2026 წელს უკრაინა რეგულარულად აღწევს 600 კილომეტრს, ხოლო ზოგიერთი უფრო ამბიციური მოდელი, როგორიცაა Firepoint FP-5, რომელიც ტექნიკურად ფთოსანი რაკეტაა 3000 კილომეტრის რადიუსს ფარავს. უკრაინის ხელმძღვანელობამ ამას უწოდა გრძელდისტანციური სანქციების კამპანია, მიზანმიმართული მცდელობა და აზიანოს ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსულ საომარ მანქანას ამარაგებს. ასე რომ ის საჰაერო ძალა, რომელსაც აღვწერთ, ერთდროულად მოქმედებს ომის მთელ სიღრმეზე. ტაქტიკური FPV დრონები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრში ხოცავენ ომის ხაზებთან, ჩამშლელი დრონები, რომლებიც ქალაქებს იცავენ მათ უკან და გრძელდისტანციური დარტყმის დრონები, რომლებიც რუსეთის სიღრმეში აღწევენ. აბა, როგორ აღმოჩნდა ქვეყანა, რომელიც 4 წლის წინ ჰობისტური კვადროკოპტერებს ყიდულობდა ასეთ მდგომარეობაში? თუ 2014 წელს დავბრუნდებით, როცა რუსეთმა პირველად შეიჭრა დონბასში,
პირველი უკრაინელი დრონის პილოტები ნახევრად ჰობისტები იყვნენ. ისინი თვითონ სწავლობდნენ ტაქტიკას. საკუთარი ფულით ან შემოწირულობებით ყიდულობდნენ კომერციულ საფრენ აპარატებს და იმპროვიზირებულ დაზვერვას აწარმოებდნენ აღმოსავლეთში დაბალი ინტენსივობის ბრძოლების წლებში. როცა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 2022 წლის თებერვალში, ეს იმპროვიზირებული ცოდნა მოულოდნელად მთელი არმიის მასშტაბით უნდა გავრცელებულიყო. თავდაპირველად დაზვერვისთვის, რადგან დანაყოფებით ცდილობდნენ უკრაინის მასშტაბით ჰაერში თვალები გაეჩინათ. რაც ნიშური შესაძლებლობად დაიწყო, სწრაფად გადაიქცა ომის ერთ-ერთ გამსაზღვრელ მახასიათებლად. უკრაინა, რომელიც უპირისპირდებოდა რუსულ არმიას, რომელსაც ტრადიციულ ცეცხლსასროლ-ძალაში ჯერ კიდევ დიდი უპირატესობა ჰქონდა, იძულებული იყო ეპოვა რაღაც იაფი, ხელმისაწვდომი და მომაკვდინებელი, რათა ეს ხარვეზი შეევსო, რაც საბოლოოდ საბრძოლო დრონები აღმოჩნდა. ყველაზე პირდაპირი სიტყვებით რო თქვათ, დრონები ახალი артиლერია გახდა და ჭურვების დეფიციტმა კიდევ უფრო გააძლიერა მეტი დრონის საჭიროება. ეს ქმნიდა პოზიტიურ უკუკავშირს, სადაც ყოველი წარმატებული დრონის მისია ავინიშნებოდა და ხელს უწყობდა მათ მსგავსის დაფინანსებას. 2026 წლისთვის უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დრონის ოპერატორების სასწავლო პროგრამა ჰქონდა. ცივილები მოულოდნელად ხელშეკრულებებს აწერდნენ ხელს, ხოლო მოქმედი სამხედროები, რომლებიც სპეციალობას იცვლიდნენ, ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ სერტიფიცირებული ფრენის ტრენინგი, სანამ წასვლას შეძლებდნენ. ქვეყანას აქვს ფრენის აკადემიების ქსელი, რომელიც ახალბედებს დაახლოებით 1-2 თვეში კვალიფიციურ ოპერატორებად აქცევს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ესენი შედგება რამდენიმე ფენისგან. მაგალითად, სკოლებისგან, რომლებსაც ცალკეული საბრძოლო დანაყოფები მართავენ, ასევე კომერციული ბიზნესებისგან და პროგრამებისგან, რომლებიც უშუალოდ დრონების მწარმოებლების მიერ ფინანსდება. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთი აქტიურად ნადირობს ამ ობიექტებზე, რათა მოკლას ინსტრუქტორები და მოსწავლეები. ამიტომ მათი ადგილმდებარეობა და რაოდენობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. და მათი განაწილებული სტრუქტურა ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები შანსია ერთმა წარმატებულმა დარტყმამ უკრაინის სასწავლო შესაძლებლობების დიდი ნაწილი გაანადგუროს. ამ სკოლებიდან რამდენიმემ შიგნით ჩახედვის საშუალება მისცა. არსებობს სპეციალური მომზადების ცენტრი, ანუ CST, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს და 2024 წლის შუაში დაარსა მოხალისეთა ჯგუფმა, რომლის დირექტორმაც მანამდე 14 თვე ფრონტის ხაზზე დრონების დარტყმის დანაყოფს ხელმძღვანელობდა. ის ფუნქციონირებს ხარჯების ანაზღაურების პრინციპით და ამზადებს ახალ წვეულებს, ვეტერანებსა და მოქმედ ოპერატორებს. და 2026 წელს ყურადღებას გადაიტანს გადამჭერი დრონების მართვაზე, რაც შეიძლება გახდეს უკრაინის თავდაცვითი ძალისხმების შემდეგი მთავარი მიმართულება. მთავარმა მწარმოებელმა Skyfall-მა ფრენის მომზადება აქციას ერვისად, რომელსაც აპარატურასთან ერთად სთავაზობს. კომპანიის წარმომადგენელმა Kiev Post-ს უთხრა, რომ 2023-დან 2026 წლამდე Skyfall-ის ფრენის სკოლებმა 20,000-ზე მეტი ოპერატორი გაწუწნეს და ეს ყველაფერი მთლიანად კომპანიის მიერ დაფინანსდა. და წინა ხაზის დანაყოფებიც საკუთარ მომზადების პროგრამებს ატარებენ. მეოთხე მძიმე ბრიგადაში, რომელიც ახლახან განთავსდა სასტიკ კონსტანტინუკა დრუშკიუკის სექტორში, საბაზისო სკოლის გავლა მხოლოდ დასაწყისია. კურს დამთავრებულები ინიშნებიან უნცროს პილოტებად დრონების მცირე განყოფილებაში და პირველ თვეებს ატარებენ ვეტერანების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ფრენაში, სანამ მათ დამოუკიდებლად მისიის შესრულებას ანდობენ. ამასობაში სამხედროების მიერ მართული 229 ერთეულის მომზადების ცენტრი გვიჩვენებს, რამდენად სტრუქტურირებული გახდა ეს პროცესი. ის ინარჩუნებს ინსტრუქტორისა და სტუდენტის დაახლოებით 1/10-ზე თანაფარდობას და მისი კურსები მორგებულია კონკრეტულ საჰაერო ხომალდებზე. მაგალითად, ჩინეთში დამზადებულ საბაზისო Mavic კვადროკოპტერზე კვალიფიკაციის მიღებას 39 დღე სჭირდება. Vampire მძიმე ბომბდამშენ დრონზე 40-დან 45 დღემდე, ხოლო სრულად პირველი პირის ხედვის საბრძოლო კვალიფიკაციას თითქმის 2 თვე. ესენი ნამდვილი საბრძოლო ორიენტაციის კურსებია. ოპერატორი იყენებს სათამაშო კონტროლერსა და SCAMs თოფის ნაცვლად. მოკლე სასწავლო დრო და დიდი გამტარუნარიანობა ნაწილობრივ იმიტომაა, რომ უკრაინას სწორედ ასეთი სიჩქარე სჭირდება. ახლა სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ადდა გავიწლეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველდღიურად ვაშუქებთ ამბებს, რათა იყოთ ინფორმირებული გლობალურ გეოპოლიტიკაზე. ეხლა მიზეზი, რატომაც უკრაინა ასე დაჟინებით ცდილობს მეტი დრონის ოპერატორი გატვირთნას ვიდრე სხვა ქვეყნები, არის შიდა ზეწოლა, რომ ცოცხალი ძალა დრონებით ჩაანაცვლოს. სამხედროები ხშირად ასახელებენ უპილოტო აპარატების ოპერატორებს, როგორც ყველაზე მოთხოვნად სამხედრო სპეციალობას. და ეს სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა ახალგაზრდა გეიმერის სტერეოტიპის ფარგლებს მიღმა. ქალები ახლა სულ უფრო მეტ წილს შეადგენენ უპილოტო აპარატების ოპერატორების მომზადებაში. ებაში და პილოტები, რომლებიც 2026 წლის დასავლეთ უკრაინაში გამართულ შეჯიბრებაზე გამოვკითხეთ, ასაკით 20-იანი წლებიდან 50-იან წლებამდე იყვნენ. ის რაც მათ აერთიანებთ, როგორც პილოტებმა თქვეს, არავის რეფლექსები ან გეიმერული გამოცდილება, არამედ დისციპლინა, გუნდური მუშაობა და მუდმივი ადაპტაცია. და შემდეგ არის ამ ამბის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად უახლოვდება ნამდვილი ტექნოლოგიური უპირატესობის მიღწევას. სიმულატორები. თანამედროვე უკრაინული დრონების წვრთნები დიდწილად ეფუძნება თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას და სტანდარტული მაგალითია პროგრამა სახელად FPV Battleground, რომელიც შექმნა პატარა გუნდმა უკრაინულ კომპანიაში სახელად Bazu, დაახლოებით $50,000. იმის გასაგებად თუ რატო არის ეს გამორჩეული, გაითვალისწინეთ ალტერნატივები.
სანამ ამას გამოიყენებდნენ, სამხედროები ვარჯიშობდნენ ბევრად უფრო მარტივ სიმულატორზე, რომელიც მხოლოდ საბაზისო მისიებს ატარებდა პატარა 2 კილომეტრიან ვირტუალურ სივრცეში. რუსეთმა თავის მხრივ 2024 წელს გამოუშვა არკადული სტილის FPV თამაში Steam-ზე. ბაზუმ კი საპირისპირო გზა აერჩია და უკიდურეს რეალიზმს დაედევნა. FPV Battlegrounds კურსანტებისთვის გიგანტური 40-40 კილომეტრიანი ვირტუალური სივრცე აქვს, სადაც ფრენის ფიზიკის მოდელი რეალურ ქარს, გადახრას, როტორის ცვლად ბრუნვასა და ამინდის ცვლილებებს ასახავს. ნიშნულოვანია, რომ სიმულატორი ზუსტად იმ მომენტს იმეორებს, რომელსაც პილოტები ყველაზე მეტად ეშინიათ. როდესაც FPV დრონი ტეტევის ბოლო წამებში რუსული ჯამერის რადიუსში ხდება და ვიდეო და სიგნალი იკარგება. ოპერატორი ბრმაა და დრონი დამოუკიდებლად აგრძელებს მოძრაობას. ამიტომ უკრაინა რეალურ სამიზნეებზე გასვლამდე პილოტებს ჯერ სიმულატორში ამ სიტუაციის მართვას ასწავლის და ეს პროგრამა უკვე მხოლოდ სწავლების ფარგლებს გასცდა. სახმელეთო შეტევებამდე ბრიგადის და კორპუსის შტაბები ახლა სიმულატორში თავიანთი მიზნების ზუსტ ციფრურ მოდელებს ქმნიან და შემდეგ მრავალჯერ ატარებენ შეტევის იმიტაციას, რათა ოპტიმალურად დაგეგმონ, როგორ დაეხმარებიან დრონების შეტევას. სიმულატორი საშუალებას აძლევს ზუსტად გაიარონ ბრძოლის რეპეტიცია მანამდე, სანამ ის რეალურად მოხდება. ეხლა უნდა დაუბრუნდეთ ერთ კატეგორიას, დრონებისა, რომელზეც ღირს დეტალურად საუბარი, რადგან მან მთლიანად შეცვალა უკრაინის საჰაერო თავდაცვა. ეს არის ჩამჭერი დრონები. ესენი არის პატარა სწრაფი კვადროკოპტერები, რომლებიც სპეციალურად აშენებულია იმისთვის, რომ ფრენის დროს დაედევნონ და შეეჯახონ რუსულ საბრძოლო დრონებს. ეს კონცეფცია გაჩნდა 2024 წელს და გახდა უკრაინის თავდაცვის ქვაკუთხედი რუსეთის ღამის შაჰიდის შეტევების წინააღმდეგ. ზოგიერთი შეფასებით 2026 წლის მაისში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 8160 შაჰიდის დრონი, ხოლო ზოგიერთ თავდასხმაში ერთდროულად 800-მდე დრონი მონაწილეობდა. 2026 წლის მაისის ბოლოსთვის ჩამჭერი დრონებით ჩამოგდებული იყო ყველა რუსული საჰაერო საფრთხის, დაახლოებით 30%, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ჩამოგდება რაკეტით კი არა, არამედ სხვა დრონით ხდებოდა. აქ მთავარი საკითხი ეკონომიკაა. ჩამომგდები დრონი, რომლის ღირებულება რამდენიმე $1000-ია, გამოიყენება ისეთი საფრთხეების გასანადგურებლად, რომელთა წინააღმდეგაც სხვა შემთხვევაში ასეულობით ჯერ უფრო ძვირი საზენიტო რაკეტა იქნებოდა საჭირო. მაგრამ დრონების პილოტებს ხშირად უწევთ წინა ხაზთან ახლოს ყოფნა და ცის დაკვირვება. ეს მათ სამიზნედ აქცევს. და აქ უკრაინელი მწარმოებლის პასუხი იყო პილოტის სრულად გამოყვანა საფრთხის ზონიდან. Skyphone-ის თქმით, კომპანიამ შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც ჩამჭერი დრონების პილოტებს შეუძლიათ იმუშაონ ასეულობით, ან თუნდაც ათასობით მილის დაშორებით ფრონტის ხაზიდან, სატელიტური ინტერნეტის მეშვეობით. ზოგ შემთხვევაში მოწყობილობის დაყენება სრულიად სხვა კონტინენტზეც კი შეიძლება. Wild Hornet-მა Sting ჩამჭერის მწარმოებელმა შექმნა ანალოგიური სისტემა სახელად Hornet Vision Control. ამ ტექნოლოგიით დამყარებული რეკორდები თითქმის სიურეალისტურია. Wild Hornets ამტკიცებს, რომ ოპერატორს შეუძლია დრონის ზუსტად მართვა 2000 კილომეტრის დაშორებიდან. რა თქმა უნდა, ეს თავად მწარმოებლის განცხადებებია, რომლებიც მათსავე ვიდეოებშია გავრცელებული. ასე რომ არსებობს შანსი, რომ ეს რიცხვი იდეალურ პირობებში ცოტათი გადაჭარბებული იყოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძირითადი ლოგიკა სწორია. თუ შენი ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მეტად მიზანში ამოღებული პერსონალი არასდროს უნდა იყოს ფიზიკურად ახლოს იმ სამიზნეებთან, რომლებსაც ნადირობენ, გადაჭრილი გაქვს გადაჩენის პრობლემა, რომელსაც დედამიწის ყველა სხვა არმია ჯერ კიდევ ებრძვის. რაც საბოლოოდ ამ სისტემას ამუშავებს, მისი პრაგმატიზმია. არსებობს თითქმის უწყვეტი უკუკავშირის მარყუჟი მფრინავებს შორის, რომლებიც საბრძოლო მისიებს ასრულებენ სკოლებს შორის, რომლებიც მომდევნო თაობას ამზადებენ და კომპანიებს შორის, რომლებიც თვითმფრინავებს აშენებენ. ტაქტიკა, რომელმაც გუშინ ფრონტზე იმუშავა, შეიძლება რამდენიმე დღეში სასწავლო პროგრამაში ჩაეწეროს. რუსული საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც დილით შენიშნეს, შეიძლება დღის მეორე ნახევრის წურთნას შეცვლიდეს. ინსტრუქცია ყოველ კვირას რეალურ პირობებს ერგება, რაც ადრე დრონების შეძენის პლატფორმასა და დრონების ოპერატორთა ჯგუფებისთვის თამაშიფიკაციაში გვინახავს. მოდით ცოტა უკან დავიხიოთ. ნატოს ბევრად უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს ვიდრე უკრაინას. ოდესმე შეიძლება დაესიზმროს. მას ჰყავს სტელს გამანადგურებლები, საჰაერო შევსების შესაძლებლობა, სატელიტური კონსტელაციები, საჰაერო ადრეული გაფრთხილების სისტემები და წლების განმავლობაში დაგროვილი საჰაერო ძალების დოქტრინა. თითქმის ყველა ტრადიციულ კატეგორიაში ალიანსი ბევრად წინ არის. აბა რა ზუსტად შექმნა უკრაინა მისეთი, რაც ნატოს არ შეეძლო? პასუხი ის არის, რომ უკრაინას მთელი სისტემა ნულიდან უნდა აეშენებინა. ნატოს არასდროს დასჭიროებია მასობრივი საბრძოლო ავიაციის ძალის შექმნა ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან რამდენიმე თვეში. მას არასდროს გაუმართავს სასწავლო სკოლები, სადაც სასწავლო პროგრამები ყოველ კვირას იცვლება, იმავე დღეს მებრძოლი პილოტების უშუალო უკუკავშირის საფუძველზე. მას არასდროს გამოუყენებია ასეთი მასშტაბის განაწილებული დისტანციურად მართვადი საჰაერო თავდაცვა, რომელიც წარმოიშვა ოპერატორების სიცოცხლის შენარჩუნების უბრალო აუცილებლობიდან. ნატოს ეს ყველაფერი არაუშენებია, რადგან ამას არასდროს დაძალებულა. უკრაინას კი მოუწია. ირონია ისაა, რომ ახლა გამოცდილების გაცვლა საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობს.
უკრაინელი დრონების მწარმოებლები ევროპაში მოგზაურობენ, რათა თავიანთი გამოცდილება გააზიარონ, ხოლო ნატო სტრატეგები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალფენიანი ანტიდრონული სისტემის შექმნას აჩქარებენ. დანია 2024 წელს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინული იარავის წარმოება დააფინანსა და 2025 წლის ივლისში თავდაცვის შეთანხმების შემდეგ უკრაინამ დანიის ტერიტორიაზე 2025 წლის სექტემბერში თავისი პირველი ერთობლივი დრონების საწარმოო ხაზი გახსნა. გერმანიამაც მიბაძა და დაიწყო პროგრამა, რომელიც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ზუსტი მოდელების წარმოებას ითვალისწინებს. მსგავსი რამ მოხდა გაერთიანებულ სამეფოში, რუმინეთსა და საფრანგეთში, სადაც თითოეული ან აწარმოებს უკრაინულ დრონებს, ან თანამშრომლობის პროექტებს გეგმორს. მთელი ევროკავშირიც კი უკრაინასთან ერთად დრონების ალიანსს ქმნის, რათა გააძლიეროს ურთიერთკომუნიკაცია და მისცეს ამ ქვეყნების ნებისმიერ კომპანიას პროგრამაში მონაწილეობისა და გაწევრიანების შესაძლებლობა. და ამ ყველაფრის გულში არის ერთი მთავარი ფაქტორი, რომლის გამეორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. რეალურ პირობებში მიღებული გამოცდილება. უკრაინას დრონებით მილიონობით ფრენის საათი დაუგროვდა. ყველაფერი იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყანა შემოჭრილისგან, რომელიც ყველა მონაცემით ბევრად უფრო დიდია. და ამის შედეგად უკრაინამ შეძლო დაემკვიდრებინა თავისი ადგილი, როგორც პოტენციურ მსოფლიო ზესახელმწიფოდ, სულ მცირე დრონების ბრძოლაში. და რუსეთი იხდის ფას, რადგან ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ეკონომიკა და თვითპოლიტიკური სისტემა რეალურ დროში ინგრევა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვიდეო. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ მეტი სიახლე გლობალურ გეოპოლიტიკაზე.